მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება EdTalk-ი ჩვენი ახალი ეპიზოდით და დღეს სტუმრად ძალიან საინტერესო ადამიანები მყავს სტუდიაში და სხვათა შორის ძალიან საინტერესო რეგალია უნდა წავიკითხო, იმიტომ რომ რაღაცა განგებ ჩავწერე ისე რომ მოკლედ თანხwebdriverში ყოფილიყო. ჩვენთან სტუმრად არის დავით ბირმანი, პროფესიონალი დამკვეთი და მოყვარული შემსრულებელი და თორნიკე ტურიაშვილი, პროფესიონალი შემსრულებელი და მოყვარული დამკვეთი. მოკლედ აი ესეთი ტანდემი გვექნება იდეალური, სადაც დარწმუნებული ვარ შევავსებთ ერთმანეთს და ბევრი ისეთ საკითხს შევეხებით, რაც ამ ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი აქვს, ტკივა, გვანერვიულებს და მოკლედ ძალიან ცივსისხლიანად პირდაპირ ვისაუბრებთ ყველა საკითხზე. როგორ ხართ მეგობრებო, სანამ უშუალოდ თემებზე გადავალთ? გადასარევად. არა გუშავს მოყვარულის პირობაზე და პროფესიონალის პირობაზე. ძალიან კაი, ძალიან მაინტერესებს მოკლედ როგორ წავა დღევანდელი საუბარი. მე მინდა რომ დავიწყო პატარა შესავალით. ამ სტუდიაში არიან ადამიანები, რომელსაც უმუშავიათ ორივე მხარეს და ძალიან ბევრ სტარტაპთანაც ქონიათ შეხება და იციან რა როგორ უნდა გაკეთდეს, რა არის სწორი და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილება. ზოგადად მინდა ვისაუბროთ მარკეტინგის როლზე სტარტაპებში, ანუ რამდენად აი ხანახან მე გამიგია რომ აი ფაუნდერები როცა იკრიბებიან, იქ ერთ-ერთი უნდა იყოს თუ არა მარკეტინგის ბექგრაუნდის ადამიანი, არის თუ არა ეს აუცილებლობა, ან შეიძლება საერთოდ არ არის საჭირო ეს მიმართულება და შეიძლება აუთსორსზე იმუშაო მე ამ მიმართულებით და ძალიან საინტერესო თქვენი გამოცდილება, თქვენი ხედვა და მოკლედ ჰაბურთი და ჰამოედანი მოკლედ რომელიც გაგიხარდებათ, დაიწყეთ, დასტარტეთ თქვენი აზრები. რა არის იცი, მან ესე თემაა რომ სტარტაპი იქნება გარკვეული საჭიროების გარშემო რა. ამ საჭიროების დადგენა ზოგადად არის მარკეტინგის პროფესია. ამიტომ თუ ეს საჭიროება სხვა პროფესიის ხალხმა დაადგინა და ჯერათ რომ ის პროდუქტი რომელიც შექმნეს სწორია და ბაზარი აქვს და ბაზარს ისჭირდება, მარკეტინგის პირველი საქმე გაკეთებულა. ეხლა თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ კომუნიკაციით ვინ უნდა დაკავდეს თიმში, მან ხო არის სტარტაპში tech guy უნდა ყავდეს, ხო? ყველა ვარიანტში ხმა ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ უმეტესად როგორც ხდება არის რომ მარკეტინგი უფრო ფუფუნების და nice to have-ის მხარეს არის გაყვანილი და ცდილობენ მერე მაგის ასე ვთქვათ დააუთსორსებას, ან თანამშრომლით გადაფარვას, ან სააგენტოთი, ან ამ ყველაფრის კომბინაციებით რა. ამიტომ ყველა ვერსია არსებობს, ეხლა ეს რო ესე ავდგეთ და ვთქვათ რომ არიქა ყველა აუცილებლად ჩაისვით, დაახლოებით მარკ შეიდერივით თემა გამოვა რა, ანუ კი, კარგია, კი ისტორია, კი აუცილებლად, მაგრამ ხედავთ რომ მაგის გარეშეც ცხოვრობენ რა. უბრალოდ მე ხარ მინდა რომ ძალიან შორს გავიდე თავიდანვე, მაგრამ რა ტასკებამდე დადის მე მარკეტერის სამუშაო, მაგია ხო ყველაფერი, იმიტომ რომ თუ ეხლა მართლა იმ სახელი ლოგო შეფუთვა და რაღაც ეგეთ რაღაცებამდე დადის, მაგას რამენაერად გარეთაც იპოვი რა. მარტივად რო ვთქვა. ზოგადად მაგაზე როცა მიფიქრია შეიძლება უკუმად შევხედოთ რა. ანუ სტარტაპერი, რომელმაც მარკეტერი იპოვა პარტნიორად ან დაუკვეთა მარკეტინგს თუ პირიქით რო შევხედოთ რა, მარკეტერია, რომელიც ასტარტაპებს რაღაცა რა, უკუმა რო შევხედოთ. იმიტომ რომ რა სტარტაპებსაც ვიცნობ მეგობრებს, შეიძლება არ იძახის უბრალოდ რა, ხო იცი ყველაზე მაგარი სეილსმენი ის არის, ვისაც არ ეძახიან სეილსმენს, ხო? შეიძლება უკუმა შევხედოთ, ყველა ძალიან მაგარი მარკეტინგია შინაგანად, შეიძლება არა აკადემიურად, მაგრამ მაგრა ყიდისო რო იძახიან არა და საერთოდ არ არის მარკეტერი, არც სეილსმენია, მაგრამ რაღაცნაირად აი მოწყობით მაინდსეტი წამოწ და ბოდიში არა უშავს, ხსნილია უცხო სიტყვებზე ჩვენ პოდკასტში. ტვინის ყობისთვის თუ ხსნილია, მაშინ აღარ დავიძაბ რა თავს, იმიტომ რომ მაგ მაინდსეტით შემოვედი, რომ უცხო სიტყვებს არ ვიტყოდი და ბარბარიზმებს და ესე ვფიქრობ, რომ შეიძლება უკუმაც იყოს რა, რომ ხარ მარკეტერი და ასტარტაპებ რაღაცას და ხშირად ეს შეიძლება ძალიან წარმატებულიც იყოს. არა, ეგეთი რაღაცა გამიკეთებია კიდეც ახლა რაღაც ხვებზე და მესამე პირში ვლაპარაკობთ, უბრალოდ რაზეა ეს საუბარი, რომ ის ტასკები, რომლებიც დასაფარი აქვს მარკეტერს. ახლა როცა მართლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რა დავარქვათ კომპანიას, ხო, რავი, ხა ცხოვრებაში არ წავს ვარ არავისთან მაგ კითხვით, ხო? ანუ ჩემივე თამთან ვიწყებ და ვამთავრებ. ხა იგივენაირად რაღაც ლოგო რო არის გასაკეთებელი, რაღაცნაირად მე უხერხულება მაგის სადმე განთავსება მაგ შეკვეთის თავიდან, იმიტომ რომ რავი,
რაც კი მე ან ჩემ მეგობრებს გავუკეთებიათ, ყველგან გები და მაგით ვიძახ მოყვარული შემსრულებელი თქო, რომ რაღაცები პირდაპირ მე გამიკეთებია, ხო? ჩემი კომპანიების ყველა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის საშვილიშვილოა, ან პრეტენზია უნდა გქონდეს, რომ ეხა ეს ტაშენის კრებულები რო არის, იმის რა ქვია, 1000 საუკეთესო ლოგო და რაღაცა მაინც იქ უნდა იყოს, ხო? მაგრამ საუბარი რაზეა, რომ როცა კომპანია ვითარდება, არ უნდა იყოს შენივე, ასე ვთქვათ, პირველი შეხედულების მსხვერპლი რა და მძევალი. ანუ უნდა მიხვდე, რომ კომპანია რო ვითარდება, იმ სეტაპით რითიც დაიწყე, ბოლომდე არ უნდა გახვიდე რა. ანუ აუცილებლად უნდა დააფასო ყველა ის დისციპლინა, რომელიც კარგ და ფეხზე დამდგარ კომპანიას უკვე აქვს. და შესაბამისად იგივე ეხება მარკეტინგსაც, იგივე ეხება სააგენტოსთან ურთიერთობასაც. ანუ ახლა სააგენტოს როცა ქირაობ და აქეთ მხარეს არ გყავს ადამიანი, რომელიც სწორად გაბრიფავს იმ სააგენტოს, სააგენტოც იტანჯება და შენც მერე გიყალიბდება იმედგაცრუება მთელი დარგისადმი რა. და ამ დროს სულ სხვა რამეშია პრობლემა, რომ არასწორად მიიტანე ამოცანა. ამოცანის დამსმელი არ გყავს, ასე ვთქვათ რა. მე მქონია ბოდიში დავით აი ათეულში რო შედის სიდიდით ჩვენ სააგენტოს გამოცდილებით შემთხვევა როცა მარკეტინგს მოუტანია დიზაინ ბრიფი სადაც ეწერა რომ ისეთი ვიზუალი შევქმნათ რომელიც იქნება ეფექტური და დასამახსოვრებელი ანუ ათეულში შედის კომპანია არ ვასახელებ რა თქმა უნდა და ეს სტარტაპი კი არა დიდ კომპანიების პრობლემაც არის ამის სწორად დაწერა და თუ ეს სტარტაპს რო დაუბრუნდეთ ხა რო არ წავიდეთ გულის ტკივილებისკენ გექნებათ მაგისი დროც მეგობრებო შემონახოთ სტარტები და შეიძლება რომ სტარტაპმა გააკეთოს ესე რომ თუ ის ვერ იპარტნიორებს მარკეტერს და სთავაზობს ხო თქვათ რომ არ მაქვს იმის ფული რომ რაღაც დაუკვეთო კაი ბრენდინგი, მერე კომუნიკაცია, სოციმედია, ციფრული მარკეტინგი შეიძლება რაღაც წილი გაუზიარო ხო მაგალითად ან შემოსავალი დასაწყისში ან რაც დათქმა გააკეთო მაგრამ თუ მაგასაც ვერ აკეთებ ხო საერთოდ რაზე ფიქრობ მე ესე რომ შევხედოთ თუ მაგას ვერ ყიდი რომ წილში გაუცვალო რაღაც მომსახურება და ეგ ვერ შეძელი სტარტაპმა ხო მე ჩემი პროდუქტი როგორ უნდა მიყიდო მომხმარე თუ ფულიც არ გაქვს წილით არ გეთმობა მე იქ რას იზავ ბოლო სერიაში ხო ასე რომ ალბათ პატარა ტესტები შეიძლება ეგ იყოს რომ როგორ აინტერესებს თუნდაც ხო არის ხოლმე შემთხვევა რომ დიზაინერს რო აძლევ ბრიფს და აუ რო იმთება და ერთი სული რო აქვს რო იმუშაოს რა და საერთოდ არ აინტერესებს რამდენს გადავუხდი რა ოღონდ მაგაზე მომუშავე და აი ერთი სული აქვს როდის დაიწყებს რა და ალბათ შეიძლება იყოს ეს ლაკმუსის ქაღალდი ესეთი ემოციური მომენტები სტარტაპისთვის რა რეაქცია აქვს შენი სტარტაპის იდეის მოყოლაზე პოტენციურ მარკეტერს და მაგითი განსაზღვრო მე რას იზავ რა თუ ხალხი ინთება ამაზე შეიძლება უფრო დამამად გაყვე მე მაგზას ხო მაგრამ მოდი ახლა იმასაც ნუ დავივიწყებთ რომ ყველა სტარტაპი ძლიერია ფიჩინგში ყველა რა ნუ more or less თაწმინდაზე ვინც თითოჯერ არის ნამყოფი მოკლედ ფიჩინგს გამოღამებს ხო თაწმინდაზე ესე იგი ინოვაციების შვიჩი ვინც არის ნამყოფი მოკლედ იმ ხალხმა იცის ფიჩინგი რა შესაბამისად იმის პრობლემა რომ საკუთარი იდეა კარგად მოგიყვეს მარკეტ პოტენციალები და სამი ცალი ფაი ჩარტი გაჩვენოს მოკლედ მაგის პრობლემა არ არის ხოლმე რა პრობლემები იწყება ზუსტად იქ როცა ყოველდღიური მარკეტინგი არის საკეთებელი რა იმიტომ რომ საკუთარი პროდუქტის გატესტვა ბაზარზე საჭიროებაზე და იმაზე ამას ახერხებენ. ამიტომ ის რომ მარკეტერს დაუждდეს ვიღაცა და დაელაპარაკოს რომ იცი რა ძალიან მაგარი თემა მაქვს და მოდი ახლა ჩემთან ჩამიწილდი რა ან რავი რაც გინახე. მაგ ფიჩს გაკაჩავენ. მაგრამ აქ თემა იმაშია რომ რამდენად საერთოდ ხედავს სტარტაპი ამის საჭიროებას რომ ვაფშე დაგელაპარაკოს რა. იმიტომ რომ ესეთი ლაპარაკები უმეტესად იწყება უკვე ისეთ ფაზებში, როცა პირველი 10 შეცდომა დაშვებული აქვს რა სტარტაპს. ხვდები და ან გამოსასწორებელია სიტუაცია. გამოცდილებით რომ მიხვდა რომ ანუ აუდიტით რო გაგ დასაწყები საქმე ისეთ ეტაპზე გელაპარაკებიან პირველად რა და არა მაშინ როცა ისაა რა ქვია გარიჟაჟზეა ჯერ. ამიტომ რა რიცი იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ გვისმენს კონკრეტული რომელიღაცა სეგმენტის ხალხი და ასე თქვა მრავალფეროვანი აუდიტორია მე მგონია რომ არ უნდა დავაბნიოთ იმით რომ რაღაცა ერთ თარგზე მოჭრილი ვარიანტით ვილაპარაკოთ. ბევრი სხვა ვერსიაა. თავარი რასაც ჩავაჭერდი აი ამ ეტაპზე არის რომ მეტი პასუხისგებლობით შევხედოთ გაბრიფვას როგორც ესეც მათ შორის სტარტაპის ეტაპზეც. ანუ
ის კარგი მაგალითი რაც თქვი რომ შეიძლება ის სტარტაპერი ადამიანი არ იძახის რომ მარკეტერია, მაგრამ ესე იგი სამშობიაროდან დაანათლა ღმერთმა რომ ესე იგი მარკეტინგი მოროლეს ესმის, ეგ კარგია, მაგრამ მეორე ვერსია არის რომ თუ სამი IT-შნიკი შეიკრიბეთ და პროდუქტიც იქიდან იცით რომ რაღაც IT-ში ერთ-ერთი დასმული ამოცანის დროს იგზენით ეგ ამბავი, ხო? ჯობია აღიარო საკუთარ თავთან რომ ეგ კომპეტენცია გუნდში არ ყავთ, ისევე როგორც ბუღალტერი არ ყავს მაგალითად და იცი რომ მოიყვან, ხო? ჯობია აღიარო დროზე და ეს კომპეტენცია დროულად შეივსო სხვა ფორმატებით. ვიდრე აი იბუქსაო და მე რაღაც დროის მერე აღმოაჩინო რომ აი ძალიან მაგალითი არის დაახლოებით 10 წლის წინ დასტარტავდა ბომბასი არის ესეთი წინდების უკვე სტარტაპი არ არის, მე მგონი 200 მილიონს აცდნენ შეფასებით კომპანიის. სამი მარკეტინგის ტიპი იყო და გააკეთეს წინდების სტარტაპი რა და ამბობდნენ რომ შარკებშიც აიღეს მაგათმა ამერიკულ შარკებში დაფინანსება და ამბობდნენ რომ ჩვენო 7 ჯერ გავამჯობესეთ კლასიკური წინდაო რა, უფრო კომფორტული გავხადეთო 7 რაღაც ელემენტის გაუმჯობესებითო რა და სამივე მარკეტერი იყო რა და ნუ მთელი მაგათი აი кейსად არის რა, ანუ რამხელა მარკეტინგი ჩადეს მარტო საიტში, აი მაგის საიტზე რო შეხვიდე სახელმძღვანელო არის სტარტაპერმა რა მარკეტინგი უნდა აკეთოს საიტზე, ვებზე, ტექნოლოგიური სტარტაპისთვის მათ შორის რა და როგორი დეტალები აქვს, იცი რომ აი თუ წინდა შეგიჭამა ძაღლმა ან დაკარგეს სამრეცხაოში, ახალს გიგზავნი და რაღაც ესეთი პატარა ისინი აქვს დადებული რა. და რაღაცა დეპარტამენტი აქვს, რაღაც ბედნიერების დეპარტამენტი ქვია ესეთი, რომელიც ზრუნავს რაღაც მომხმარებლის ბედნიერებაზე წინდის ჩაცმით რა და ქვიზებს აკეთებენ საიტზე, რისთვის გჭირდება ეს წინდა რომ მე მოგირგონ ყველაზე კომფორტული. მოკლედ ძალიან შემთხვევაა რა, ამ საიტზე უნდა შეხვიდე და ისწავლო მარკეტინგი რაღაც 4-დან 0 ახალი ბოლო ვერსია მოკლედ რა და ერთ-ერთი მაგალითი მაგისი არის რომ სამი მარკეტერმა გააკეთა, არც ერთი არ იყო, არც მქსოველი, არც ტექტიპი, არც რაღაც ბამბის ტექნოლოგი, იყვნენ მარკეტერები რა და ალბათ ერთ-ერთი რაღაც გასაგები დევს მაგაში რა, როგორ შეიძლება წინდების 200 მილიონიანი კომპანია შექმნა სამა მარკეტერმა. ხო, მე მაინც იმ ვერსიაზე ვარ, რომ ყველაზე კაი პარტნერშიპები გამოდის, როცა სხვადასხვა პროფესიის ხალხი იკრიბება ერთად რა. ჩემთან ყოველ შემთხვევაში ეგ кейსია ორივეჯერ და ორივეჯერ ერთნაირად ბედნიერები ვართ, ზუსტად მაგ მიდგომით. ანუ ვისაც აქვს თავისი საქმე და კონკრეტული მიმართულება აბარია, ხო? მე მირჩევნია უფრო სხვა ბექგრაუნდს აქვს. მე მირჩევნია, რომ ჩემივე საქმეში მაჩელენჯოს ჩემმა, ასე ვთქვათ, პარტნიორმა ბიზნესის და მე ვაჩელენჯო იქით. თუნდაც ეს კითხვები საშუალო ხარისხის მეგონოს რა, მაგრამ ეს ყოველთვის კაი შეიპში გამყოფებს რა, ვიდრე ის იყოს, რა ქვია, სამი მარკეტერი, რომელიც ისაა, რა ქვია, რაღაცაში მაგრად არიან და რაღაცაში აი შავი ლაქა აქვთ თავში რა. ანუ მაგას ბევრად მირჩევნია ვარიანტი, როცა სხვა კომპეტენციის ხალხი არის, იმიტომ რომ ერთმანეთს კარგად გააძლიერებენ რა. იმ ეტაპზე, როცა ჯერ არავის მოზიდვა არავის არ უფიქრია რა. ხო. მოდი აი ესე რო შევხედოთ, თქვათ ვისაუბროთ სტარტაპზე, რომელთაც აქვთ მარკეტინგის მიმართულებით ჩავილაქა. ხო? და აი რა ეტაპი არის, რა დროსაც უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანებმა, რომ მოგვეხსენება რომ სტარტაპებში ჭირს ყოველთვის ფინანსური, ანუ ყველას არ აქვს ესეთი რაღაცა გრანტი აღებული და დიდი თანხებით არ შედის, ზოგი ძალიან წვალობს. და რა ეტაპი არის, რა დროსაც ალბათ უნდა შემოვიდეს მათ ცხოვრებაში, მათი სტარტაპის ცხოვრებაში თუნდაც მარკეტერის პოზიცია, თუნდაც სააგენტო უკვე, აი რა დროს უნდა იყოს. აი, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად შემხვედრია დაურეკავთ მაგალითად ჩვენთან სააგენტოში ადამიანებს, რომელსაც უთქვამთ, რომ აი ესეთი ზომის კომპანია ვართ, აი ეს სერვისი გჭირდება, ეს სერვისი გჭირდება, ჩვენ ძალიან ღიად პირდაპირ მithქვამს, რომ ჯერ თქვენთვის ადრეა ჩვენთან მოსვლა, იმიტომ რომ ანუ არ არის რა, ანუ რაღაცა ეტაპები აქვს რა ჩემი აზრით. და როდის აღარ იქნება ადრე? როცა ფული ექნებათ. ხო და რა არის, იცი, აი, ნახე, მაგრამ ნუ ფულსაც გააჩნია რა. 100,000 ლარიან დაფინანსებაში რამდენი უნდა გადადოს მარკეტინგზე, ხო შეგვიძლია მასე დავსვათ ეგ კითხვა რა. და მე მაგ 100,000 გადადებულ რამდენიც აქვს, იმის შესაბამის სააგენტოებს ვეძებდეთ მაშინ უნდა, ხო? ანუ უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად თუ პირობითი 20,000 გაქვს ამაზე გადადებული, 20,000 ლარიანი სააგენტო შენთვის ნიშნავს რაღაც part-time designers 2 საათი არ დირექტორის მომსახურებას და რავი, სოციმედიაში ღილაკის დამჭერ სპეციალისტს, ხო, რაღაც
ან რავი, სხვანაირად დავაპაკეტოთ, მაგრამ ნუ ხვდები რა, რამდენიმე საათიანი კომპოზიცია არის კრებული, ხო? მაგრამ ისეთ სტარტაპი ხო გინახია, რომელსაც საკუთარი პროდუქტის შესაქმნელი ფულიც არ აქვს და არც შიგნით არ უზის და მაგასაც კი გარეთ ყიდულობს. ანუ უბრალოდ იდეის ვალიდაცია მოახდინა და გავიდა ბოლოში. ამიტომ რა არის, იცი, სტარტაპების თემა რო ასე თქვა ამოვწუროთ მაგ კითხვით. მე მგონია რომ მარკეტერი აი ამ მარაკაში უნდა იყოს გახვეული რეესტრში პირველ მისვლამდეც კი, ხო? იმიტომ რომ რავი შეპესე ისა რა ქვია ინტერნეტ ტექნოლოგიები არ უნდა ერქვას, ხო, კომპანიას, რომ მე სხვა რამე რო ქვია. ძალიან ბევრი კომპანია ვიცით რა, ეს რა ქვია. შეპესე RAV4 გახსოვს ეგეთი? ის იყო. შეპესე RAV4 იყო ერთ-ერთი ბანკის დამფუძნებელი შეპესე. ანუ ადრე ეგეთი წესი იყო, რომ 25%-ზე მეტი არ უნდა ქონოდა ბანკში არც ერთ იმას დამფუძნებელს. და 4 შეპესეთი იყო ბანკი დამფუძნებელი, ერთ-ერთი იყო შეპესე RAV4 და ეს იყო საღეჭირო ზრდის ერთ-ერთი ცნობილი დისტრიბუტორი ამ ქვეყანაში. არ ვიცი, შეიძლება ეხაც არსებობს რა. ანუ რას ვამბობ, ვიცი რომ ხა იუმორად, მაგრამ ეგეთი გადაწყვეტილებაც კი რა გერქვას ხო თითქოს საბაზისოა რა, რამეს დაარქმევ წახვალ მე იმას იზამ რა. მაგრამ მაგ გადაწყვეტილებაშიც ან გაქვს უნარი რომ რაღაცა შენი მოიფიქრო. ან უკვე გჭირდება ექიმი რა. ხო და ამიტომ უბრალოდ რატო ვიძახი რომ სტარტაპებს ბისიქითაც არის რაღაცა ამბავი, იმიტომ რომ საქართველოში და პრინციპში სხვაგანაც, მაგრამ ნუ ჩვენთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ გვესმის ეს რეგიონი, აბსოლუტურად იგივე ხდება რა დონის და ზომის კომპანიაც არ უნდა იყოს. იქაც კი დღემდე კითხვა ისმევა, რატო იცი, იმიტომ რომ არის კომპანიები რომლებთანაც რავი შიგნითაც მიმუშავია, გარედანაც მიმუშავია. ხო, არის კომპანიები, სადაც მაგალითად მარკეტინგის როლიც კი სტრუქტურაში ძალიან ჭრელია. ანუ არის მაგალითად ისეთი კომპანიები, სადაც PR-ის ქვეშ არის. არის ისეთები, სადაც PR-ი გენერალურ დირექტორთან არის, მაგრამ მარკეტინგი რიტეილის ჰედის ქვეშ არის, ხო? ბევრი სხვა ვარიანტია, არის სადაც კომერციული დირექტორი ყავთ და სეილი და მარკეტინგი ერთად არის. წარმოიდგინე რა და შესაბამისად მე დადის სანამდე იცი რომ აბსოლუტური ის არის რა ქვია X5 გაზზე რა. ეხლა იცი რა თემაცა გარედან რო ძალიან მაგარი თემა. უმეტესად რავი ხა მე ერთი 20 წელი გადის სადაც როცა სააგენტოში ერთადერთხელ ვიმუშავე და მაშინაც კი ეგეთი кейსები გქონდა რომ ნუ გადაიღებ $100,000 კლიპს, ნუ მაშინ კლიპი აქტუალური თემა იყო რა. ნუ გადაიღებ $100,000 კლიპს, თუ მეორე პირობითად $100,000 არ გაქვს იმის განთავსებისთვის რა. ჩვენ მქონდა ეგეთი შემთხვევა გიომ გავიხსენებ ვიდეოს გადაღებაში გადაიხადეს $80,000 რვა სახელებ რა თქმა უნდა დამკვეთს და განთავსებაში ქონდათ $800 მართლა მქონდა ეგეთი შემთხვევა აროზე შემოსადები ვიდეო რომელსაც უწევ ასეთაზე რო ჩაწერო რა ხო იცი რაღაც კლიპს რო გადაღებ და მეგობრებსო დაურიგო ალბათ პრომეტი ნახავ ხო და ადრე როგორ იყო იცი ანუ ველური დასავლეთის დროს რო მაშინ ეს გეფი ძალიან კარგად ჩანდა იმიტომ რომ ტელევიზიაში მიქონდა ეგ კლიპი და ან გაათავსებდი ან მართლა კასეტაზე რჩებოდა დღეს უარესი სიტუაციაა იმ თვალსაზრისით რომ ინტერნეტი გაქვს და შეგიძლია რომ მართლა იაფად განათავსო რა, ანუ არაფერი არ ქნა რა, პროსტა page-ზე დადო და სადღაც შიდა თათფირზე მაინც ამაყი იქნება, იმიტომ რომ შენ ლეპტოპზე აჩვენე იმ 10 დასაფასებელ ადამიანს, რომელმაც ბიუჯეტი დაგიმტკიცა, 2 საღოლი მიიღე და ამ 2 საღოლით ამაყი დატოვე ოთახი რა და ამ დროს ბოლოს ამ შენივე ნაშრომის დისტრიბუცია არ მოხდა. მაგრამ თუ ადრე იწვებოდი ამაზე, იმიტომ რომ ფული არ ქონდა ტელევიზიაში, საღამოს ვერ ნახავდნენ რა, ცხრიანის პირველი ბლოკის პირველ პოზიციონირებაში რა. ეხა უკვე ეგ საჭიროებაც აღარ არის რა და ამიტომ ეს ისა რა ქვია, გადაწონილია ძალიან რა, ეს სასწორი. ხო და ეს ხდება აბსოლუტურად ყველგან ყველა ზომაში, ყველა ზომის კომპანიაში. და სანამ მივდივარ არის ის, რომ აი ვინ არის ის ადამიანი, ვინც ამ დროს ვარი უნდა თქვას ეგეთი დაკვეთის შექმნაზე კომპანიის შიგნით. ეს არის ის საწყალი მარკეტერი, რომელიც რიგ შემთხვევებში რა corporate პოლიტიკის და ასე შემდეგ რაღაცების გამო არ იძახის ამას, რომ დაავალე, წავიდა შეასრულა, საღოლი მიიღო, გააგზელა ცხოვრება რა. ხო, მაგრამ შედეგიც ხო მე მეცად გეტყვი, შეიძლება ერთი 700, 800, 1000 ლარად ერთი 2 ცალი სტატიაც ხიოს რა. საკუთარივე ნაშრომის მე კრედიტებით რა
და მე ის სტატია გადაიშიაროს და პირიქით ბურუსი შექმნას იმაზე რომ ნახე რა ზა არის მაგის პირველ წყარო მაგ პრობლემის მე მგონია რომ მაგის პირველ წყარო არის ის რომ ეს გაზზე X5 საჭიროება არსებობს კომპანიებში რა ანუ დამფუძნებელი ხალხი უნდა დავამონათოთ ზუსტად იმაზე რომ ის პროფესიონალი დამკვეთები უნდა ყავდეთ კომპანიაში რა რაზეც ვლაპარაკობ როცა კომპანიაში ყავს საშუალო ამასწინებზე მქონდა ერთ ჩემ მეგობართან მიმოწერაში ლაპარაკი და მითხრა რაღაც მინდა ჯუნიორზე ოდნა უკეთესი ესეთი რა 2-3 წლიანი გამოცდილებით რაღაც ხო და აი მაგიჟებს ხოლმე წინაზე ნინჩო ამბობდა მე მგონი ზუსტად მაგ თემას ვეხოთ აი ეს მარკეტინგის მენეჯერი და აი ეს უფრო მაღალ პოზიციაზე რომელსაც გუნდი უნდა მართოს და 2 წლიანი გამოცდილება რომ უნდა ქონდეს ამ ადამიანს ცოტა სიგიჟე ხო არა ხო და ნახე მე დაუსვი ესეთი კითხვა რა რომ მეთქი მზად ისა დაბიუჯეტებული გააქვს მეთქი ის ფული რომელიც ამ შეცდომების მომსახურებას უნდა მოხმარდეს მეთქი რომელსაც ის დაუშვებს თქო ხვდები ანუ და მართლა ეგ არის მთავარი კითხვა რა თორე მოვიყვან გავზდი ძალიან ამბიციური განცხადებაა და ყველას გჯერა მეორე кейსიც იყო ხა აგერ ვლაპარაკობდით ასევე რომ არის ხალხი ვინც იყვანს ხელებს და საკუთარი თავის იმედი აქვს რომ დაავალებს არის ხალხი რომელიც პირიქით იყვანს ტვინს და აღარ იყვანს იმისთვის ხელებს იმიტომ რომ ფული გათავდა გზაში და მე მოწყენილი ის გიზის რა პროფი ხო ხტები და გამოსავალი არის ბალანსში საბოლოო ჯამში რა უნდა გესმოდეს რომ მარკეტინგი არის ისეთივე ძვირი თემა, როგორც არის მაგალითად დეველოპმენტი რა. ამ სიტყვის არაცემენტის გაგები. სამწუხაროდ ჩვენი წერე მაგას შეჩვეული არ არის, რომ მარკეტინგში გადაიხადოს ფულმე მახსენდება შემთხვევა, როცა სააგენტოში ჩვენთან ვიგრძნია ჩვენ პროექტ მენეჯერები ზეიქნა და ძალიან ან არა ჯანსაღად ბევრ კითხვას გვისვამენო. და მე რომ მივხვდით, რომ ინფორმაცია გაქონდათ ჩვენგან, ანუ აიყვანეს ჯუნიორ მარკეტერი, სააგენტო დაიქირავეს, მას კომპეტენტური არის, ბევრ პროექტზე ნამუშევარი ადამიანი და გვისვამდნენ მილიონ კითხვას. მე ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო. ეს კომპანია საკმაოდ დიდი არის, ტრანსპორტში არის და ის საავტომობილო ბიზნესია და მე მოკლედ თავენ სააგენტო გააკეთეს. ანუ და მე მივხვდით რომ და ეგეთი ერთი 2-3 შემთხვევა ყოფილა ერთ ძალიან წარმატებული მათ შორის და ძალიან ეს პრაქტიკები არის სააგენტოს ყოლის, იმიტომ რომ მარკეტერი ავარჯიშოს advertising-ში, რაღაც ეგ copywriting-ში, აი კაი როგორ არის და მე მოდი ჩვენთ გავაკეთოთ. და ეგ ტენდენცია ხო ძალიან გაზარდოს სააგენტომ კადრი. ხო მე რაც ხდება ხოლმე რომ რაღაცა და მოდი სააგენტოდან გადმოვიყვანოთ და ჩვენ ბრძოლაში ვართ ხოლმე რომ აბა ბანკმა სამჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა და ჩვენ რაღაც ლამაზი თვალებით დავტოვოთ იქნებ. აი ერთი რაც წინა საუბრობთ ჩავინიშნეთ ტვინში იყო ის რომ ვახსენეთ რომ აი რაღაცა შენი ნამუშევარი დადო ან პეიჯი არის ის თავარი საკომუნიკაციო ქართული ბიზნესისთვის ხო ანუ ესე რო თქვათ ეხლა დღევანდელი რეალობიდან რომ იმის ქვეშ ლაიქების თულა დღემდე კი ლაიქების და კომენტარების ყურება და რას ფიქრობ ზოგადად ანუ ბიზნესებზე მინდოდა ეს კითხვა დამესვა როცა აი შეპესეს დარეგისტრირებაზე ამბობდი ანუ ძალიან დაბალია ცნობადობა ჩვენთან კამპანიურ ჭრილში გინდა თუ ბიზნესის ჭრილში საკუთარი ვებგვერდის არსებობა რა. ოღონდ აი ძალიან ბევრი ვებგვერდი არსებობს, აი რავი რო არ იყოს ჯობი ალბათ რა, მოზდილობრივ კურსით რო გიგდია რა და მე კიდე ზოგს ისეთი სახელი ქვია, ალბათ დამფუძნებელიც თავის მარკეტერს ეკითხება, რომ როგორ შევიდეო, ერთი ლინკი გამომიგზავნეო, ხო? ანუ აი მაგნაწილში აი ცოტა ცნობიერება მგონია, რომ ძალიან ხოვით ახლა შენზე კარგად ამას ვერავინ ვერ უპასუხებს ახლა ამ კითხვას. რას ფიქრობ ზოგადად ამ ნაწილში როგორ მიდის ჩვენი ინდუსტრია? ამ ხელა კითხვაა, იცი რომ ქრონომეტრაჟის გადმოსახედიდან შემეშინდა. მეცადეთ მოკლედ დავფაროთ. აი, არა, სიამოვნებით. რა არის, იცი? ჩვენ დომენები ჯიზე ხა ზუსტად მაგაში ვეხმარებით ხოლმე კომპანიებს, რომ რავი, ხანდახან ყოფილა შემთხვევა, რაღაც რო ხედავ შეკვეთაში, რომ რაღაცა სახელი აღებული აქვს. დაგვირეკია კიდეც ახლა გარდა იმისა რომ რაღაცა AI თულებსაც ვავარჯიშებთ რომ ერთი სიტყვის მერე იცნოს კიდე სამი ვარიანტი ხო სანამ ახლა ეგ ფეხზე დადგება ბოლომდე ვფრეკავთ ხოლმე რა იმიტომ რომ არის кейსები წარმოიდგინე რა ქართულ ენაში გაქვს წ შ ჩ ეგეთები ხო რომელიც სხვადასხვანაირად გადადის ლათინურში
შეუძლებელია რომ შენ კომპანიას კონდეს ერთი ვარიანტი სახელის. ნუ ეგ უკვე ისეთ ტიპებზე გეუბნები, ვინც გადაწყვიტა რომ ისა აქ რა ქვია, სახელი უნდა რა, მაგრამ შეუძლებელია რა. დაჟე მაგასაც რო არის მასკა, სახელობითი ბრუნვა გაქვს რა. ანუ შენ კომპანიას მაგალითად ეხა თქვენსაც უფრო სწორად ი ბოლოში აქვს თუ არა აქვს? ქართულში კი? ქართულში კი. შესაბამისად უნდა გადაიზღვიო თავი და ეგეც უნდა აიღო. ხო? არა იღებ, მე გადის რაღაცა პერიოდი და შეხედავ სტატისტიკას, რომ რაღაცა ნაწილი შენი ტრაფიკის, რომელიც ძალაუნებურად გააქვს თუ აზემოსული კომპანია ხარ, ხო? ძალაუნებურად გეძებენ, კრიფავენ, ასე შემდეგ, muscle memory არსებობს, ხო? თით სახსოვს .g საკრიფა საქართველოში. უცხოეთში .com-ი სადღაც .d რაღაცა, ხო? ყველა ქვეყანას მისი აქვს. ხელს ახსოვს რა, რომ ეს უნდა აკრიფოს. და გინდა არ გინდა აკრიფოს. და როცა შენ მაგალითად იღებ რაღაცა ფრანგულ სახელს რა ბიზნესისთვის, ზედმეტი რომელი ბოდიში? რენეს მაგალითად. რენე მარტივია, რენე 4-ია იქაც, 4-ია აქაც, მაგრამ წარმოიდგინე ლა ბუშერი და რაღაცა ან პოლი ქვია რა მაგალითად. პოლი რა უნდა აიღო. ხო ხტები? უცებ ორი ვარიანტია. იმათი შემოქმედებიდან გამომდინარე, რაც აღებული აქვს 19 ვარიანტია, იმიტომ რომ ბეიქერის აქვს რაღაცა, კიდე ტირეებით და მთელი ჩახლართებით. მოკლედ რის თქმა მინდა, იცი რომ როდესაც შენ კომპანიაში ეგეთ გადაწყვეტილებებს ღებულობ, თავარი არის რომ ორი რაღაცა არ დაგემართოს. ერთი რომ არ უნდა შეგეშინდეს, არ უნდა დაიწყო იმაზე ფიქრი რომ ჩემი გასაკეთებელია ეს თუ სხვისი, ანუ თუ რაღაცა აზრი გაქვს, წადი რა 50 ლარი გაშორებს 5000 ლარიან ხარჯს. ხო? ანუ ეხა დაზოგავ 50 ლარს, მაგრამ მე როცა მიხვდები რომ თურმე რაღაცა გამაზე, ხო? ან რაღაც გძელი სახელი რო ქვიათ ხოლმე და იღებენ რაღაც 200-ს. და მე რაღაცა დეველოპმენტი რო ხარ და რაღაცა და მე ხვდები რომ თურმე ის რაღაცას ასაღები გაქვს რა, იმიტომ რომ შენ დეველოპმენტი არავის არ აინტერესებს. ხო? ყველაზე ისეთ შენ ძალიან ბევრი ქველმოქმედება გაქვს გაკეთებული სტარტაპებისთვის, როცა მაგარი სიტყვა შემოაგო ქველმოქმედება. როცა ვადაზე ადრე უთქვამთ სახელი, შენ დარხარ ლეპტოპთან. და აგიღია და მე გიჩუქებია, ოღონდ ისე რომ გისწავლებია ბევრისის ჭკუა რა და ხო არ გაიხსენებ რამე ისეთ მაგისი შემდეგი ლეველი გავხსენი უკვე. ხო და აი ცოტა ისტორიულ იმაში წავიდეთ ექსკურსში, რამე ისეთი გავიხსენოთ, აი საინტერესო დომენის გაყიდვა ალბათ ვიღაცისთვის სტიმული იქნება, რომ გაყიდვისკენ გახვედი? კი ბატონო. გაყიდვაც ვახსენოთ ესეთი кейსის და შემდეგი ეტაპი რა არის, ეგეც ვახსენოთ ეს სამი. შემდეგ ეტაპს იმიტომ ვაძლევ თავისუფლებას ვახსენო, რომ გაასაჯაროა იმ კაი კაცმა ეგ და პოსტი დადო, ანუ ალექსი ჩიკოვანმა რო წიგნი წარადგინა სცენიდან, იმ დროს დაურეგისტრირე წიგნის სახელი რა. და რო ჩამოვიდა სცენიდან ჩაუგდე. იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებელია და მის აკაუნტზეც ტომა მქონდა და პირდაპირ მის აკაუნტში ჩაუსვი რა. გამოვიდა მეთქი გაკ. კაი კაცო. ჯვატო იცი, იმიტომ რომ როგორ ქვია, იცი ბრეინდინგი ქვია რა. ეხლა ადამიანმა დრო ხო დახარჯა რომ ეგ იმას ქნა ხო ვინ რა განწყობით ზის იმ დარბაზში ხო არ ვიცით ჩვენ. ეხლა მე შემთხვევით რომ ვიღაცას ბანანის კერგზე ფეხი აუცურდეს. რატო უნდა ვინერვიულოთ მე მაგ საკითხებით, ხო? ამიტომ მან პირველი რასაც ვიძახით ხოლმე არის რომ არ გადადო, მოგივიდა აზრი, შევარდი აიღე. არაფერი იმხელა არ არის რა, შენ იდეასთან შედარებით რომელიც გეწვია, ვაფშე არაფერი ბიუჯეტი არ არის, 30 იქნება 40 თუ 50 ლარი, წადი აიღე. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი. ხო, არა მარტო კომპანიებისთვის, ნებისმიერი იდეისთვის, აი თუ ისეთი იდეა გეწვია რომ ხვალდილას მიგაჩნია რომ ამას საიტი დაეთმობა, ან მაგალითად რავი ბრენდს ავითარებ სოციმედიაში ხარ დიჯიტალ კრეატორი და რაღაცა სახელი შეიქმენი შენ თავისთვის. უნდა აიღო რა, იმიტომ რომ არასდროს არ იცი მეორის გონებაში რა მოხდება. რაც შეეხება სეილებს და ეგეთ მაგალითებს რა, იცი რომ ბევრი ისეთი кейსი არსებობს, როცა სეილი მოხდა იმიტომ რომ დააგვიანეს ზუსტად ამ ნაბიჯის გადადგმა. თორე ის რითიც დაიწყე რომ ხო არ მიგიციან და გითმიან ასე შემდეგ რა პირდაპირ გეტყვი რომ დღემდე მაგ ისეთი მისამართები რომელსაც ადამიანი რომ მოდის არც ვაძლევ მაგალითად საჩუქრად და ცხადია რომ არც ფასს არ უწესებ პირდაპირ ვეუბნები ეგეთ რამეს მომიყევი რა გინდა თუ რამე საინტერესოა რავი მოგეხმარები რა სხვა კომპეტენციებიც მაგ და იმ კომპეტენციებიანად შემოყვები და გვერდში დაგიდგები პროექტისგან გამომდინარე პროსტად ამიხსენი რა გინდა ხო ხტები თორე ის რომ
სხვებს დაუხმარები ვარ იმაში, რომ მათ შორის არის ერთხელ 2000-იანების დასაწყისში მაგალითად кейსი ქონდა, რომ ფოთში ვიყიდეთ ადამიანისგან დომენი. ანუ ქონდა მისთვის თბილისში ესე იგი ძალიან კრეატიულმა ხალხმა მოიფიქრა სახელი მაღაზიების ქსელისთვის და შევიდნენ და უი. და რეინჯები რა არის დაახლოებით აი ფას. აი ყველაზე ძვირიანი არ დავასახელოთ სახელი. აი ხა მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს, რომელსაც შეიძლება უცებ დაარტყას თავში, რომ უი ეხა ხო არ ჩაუჯდე და რაღაცა რავი, სარეკლამო ინდუსტრიაში ბოლოს მომხდარი მოვლენების დროს იყიდა იმ ხალხმა დომენი. ხა მე რიცხვს არ დავასახელებ, მაგრამ პატარა ფასი არ დაუჯდა. რავი, მაგალითად ეგეთიც არის, ანუ დარგს ვერ გაარტყავ, რომელშიც ეგ არ მომხდარა რა. იმიტომ რომ შენი პირველ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, არ არსებობს საბოლოო ჯამში კომპანია, რომელსაც საიტი არ ჭირდება. სანამ Google არსებობს, სანამ ბრაუზერი არსებობს, ეხლა როცა იმაზე რა ქვია, ჩატზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე გადავალთ და საერთოდ აღარ იარსებებს ადრეს ბარი, კი ბატონო, მაშინ შეიძლება რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ დომენი არ დაჭირდება ვიღაცას რა. მაგრამ დღესდღეობით დომენი არის, დომენური სახელი არის ელექტრონული უძრავი ქონება. აი რავი, სხვანაირი მაგალითები ვინც ახლა ამ ტექნოლოგიურ ამბებში არ უნდა რომ ძალიან ჩაიხედოს. თუ იცით ეგეთი кейსები, ყიფშიძის ქუჩაზე სახლების რაღაცა რაოდენობას დღემდე და ბაგებშიც. დღემდე აქ ჭავჭავაძით მისამართი. ჭავჭავაძის 37G რაღაც მაგალითად რა, იქით უფრო დიდი რიცხვი. რატო არის? იმიტომ რომ იქაც ის იყო რა, ანუ ფენსი მისამართი იყო, ყიფშიძე ნაკლებად ყიდდა იმას რა ქვია კვადრატულ მეტრს, ჭავჭავაძის ძვირად. სახლი ყიფშიძეზე მისამართი ჰქონდა ჭავჭავაძეს და ფსიქოლოგიურად ადამიანი მზად იყო რომ უფრო მეტი გადაიხადა. ანუ ადრე ამას ხალხი ჩალიჩობდა რომ ასოებიანი ის ქონოდათ მისამართები რომ მოკლედ უფრო კარგად გაყიდულიყო რაღაც. ხო ხტები ვიდრე ჩიხი ნომერი 9 და რაღაც ეგეთები. იგივე ხდება ოღონდ აქ უფრო სხვანაირად რა. შენ თუ რავი პირობითად გითხრა ისა რა ქვია Coffee G არის შენი, ხო? უკეთესია ვიდრე შენი არის whatever coffee. მიუხედავად იმისა, რომ coffee shop-ი როცა გაქვს, coffee shop-ისთვის საიტი არ არის მაინდა-მაინც ჰიგიენური ფაქტორი, ხო? ეხლა რატო შემოვა ადამიანი შენთან იმაში, რა ქვია? ხო. ზავიძენიაში. ხო? ანუ, ამიტომ რო შევაჯამო ეგ თემა, ისეთივე საბაზისო გადაწყვეტილებებია, როგორიც სახელის შერჩევა და სხვა რაღაცები, ის რომ უნდა გქონდეს მისამართი, უნდა გქონდეს ერთზე მეტი მისამართი. საქართველოს პირობებში შეუძლებელია გქონდეს ერთი მისამართი. პირდაპირ ვიძახი. რა кейსები რაღაცა თუ დრო დაგვრჩება შემიძლია რა პუნქტებად ჩამოვყვე რეები შეიძლება. ორ სიტყვიანი სახელი თუ ქვიათ პირდაპირ ნიშნავს რომ ესე იგი პირდაპირ ორი ცალია ასაღები, ხო? ქართულად თუ სხვა რამე ქვია, ინგლისურად თუ სხვა რამე ქვია პირდაპირ, რავი. ოღონდ მე ამ იდეოლოგიით რო ვლაპარაკობ ხა ბანკებს და ვიღაცებს როცა ვემუშავებით, ანუ დიდი პორტფელის მქონე ტიპებს 500-მდე დომენი აქვს ხალხს. თითოს. ანუ ეს თუ რაც უფრო მსხვილი ხარ, მით უფრო მეტად გეზდება ეს პორტფელი, მაგრამ საშუალოდ რამდენი აქვს კითხვა რო დავსვათ არის 5. იცი რა მინდოდა რომ მე თქვა რაღაც პატარა ესეთი განცხადებასავით მინდა გავაკეთო, რომელშიც შენი აზრი მაინტერესებს. ანუ ზოგადად ჩემი გამოცდილებიდან და დაკვირვებით მგონია რომ მარკეტერებს და ბრენდებს ცოტა უტყდებათ აღებული დომენის ყიდვა. ანუ რატო იცი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი მინახავს ისეთი რომ აი თქვათ რაღაცა დაკავებულია, მოდი გააკეთე რაღაცა ტირეთი. ან ქვედა იმით რა ქვია დაბალი ტირე ზაღლუკა Yahoo.com როგორც იყო რაღაც ანუ ხო ხტები აი რაღაც სიტყვას დაამატებენ, რაღაც გაართულებენ ამ დომენს, ოღონდ ფული არ გადაიხადონ დამატებით სიტყვაზე ვიღაცასთან, ვისაც წინასწარ ნაფიქრი აქვს შეიძლება მაგაზე და რაღაცა რამოდენიმე წლით ადრე მოკლედ ეს მე უფრო ვარესი кейსებიც მქონია რა, როცა ვიცი რომ რაღაც მსხვილი ბრენდია და პრევენციულად დაგვიწყია მუშაობა დომენის ჰოლდერთან, რომ ხო ხარ მზად ის ხალხი რომ მოგიყვანო, ანუ ეგ სოფლიოში არავის არ აქვს ეგეთი სერვისი რა, იმიტომ რომ იქ ეს ბროკერიჯია და პროცენტია და საკომისიოა და ჩვენ პროსტა ურთიერთობის ამბავში ეს პირველი რამდენიმე ნაბიჯი გადაგვიდგია, იქით ამ ხარეს დაგვილაგებია თემა, აქით ხარეს დაგვირეკია რომ მზად არის და name your ისა რა ქვია, say your price ხო ხტები და არ წასულა თემა წინ. ამას აქ გარდა იმისა რაც შენ თქვი, მაგ მიზეზისა, მეორე кейსი ის არის რომ წინა ურთიერთობებში არაადეკვატურობას შეჯახებიან ხოლმე ფასის ამბავში. და მაგის გამო. იმიტომ რომ ნახე,
თუ იქით ხარეს არის ბჭყალებში ბოროტი განზრახვით ადამიანი, ანუ ის კი არა იყო რა გადავეკიდე ამ კოფის, მაგრამ კოფიჯი კი არა იყო, რომელიც ზოგადი სიტყვაა. არამედ აიღო რავი edtalkg, ხო? ახლა edtalkg თუ ადამიანმა აიღო, უმეტესად შენ გიჩალიჩებს, ხო? ახლა ეს ზოგადად ხო არ ჭირდება. ნუ ამას კიდე აქვს რაღაცა შანსი, მაგრამ ძალიან სპეციფიური სიტყვა აიღო რა, ჩათვალე და ახლა ეგ ნიშნავს რომ ის იქ სანგარში და ელოდება 5 წლის თავზე, როდის გადმოივლის ის ტანკი, რომ ამან უკან ესროლოს და ააფეთქოს. ერთადერთი შემთხვევა აქვს. სხვა ვარიანტი ხო არა აქვს. ხო? და შენ აქედან მოუმზადებელი ტიპი მიდიხარ და არასწორად იწყებ ლაპარაკს, ან მეორე ვარიანტია რომ შენ სწორად ლაპარაკობ, მაგრამ იქით ამ ხრიდან ისეთი არაადეკვატურობის ზეიმი და ხდება რომ ხვდები რომ არა. და ვინც 2-3 ეგ ექსპერიენსი გაიარა, აღარ უნდა ეგ. ამიტომ მაინდა-მაინც მარტო მარკეტერების ბრალი არ არის. თუმცა კი 70-80% აქით ხარ ეს არის. მაგრამ ერთი რაც ასევე მინდა ვთქვა, რომ მარტო დომენებზე და ყიდვაზე არ არის. სოციალური მედიის ლინკებზე ზუსტად იგივე ისტორია. მაგალითად არავინ არ უკვირდება იმას, რომ სხვა სოციალურ ქსელში ერთნაირი keyword-ი გქონდეს. მაგის კარგი მაგალითი, რომელიც მიყვარს და თვალს უხარია, არის ნაკრები მაგალითად საქართველოში. როცა ჩვენ ვარჩევდით digital შეფუთვა როგორი გაგვეკეთებინა, მივხვდით რომ Georgian National Team და რაღაც ეგეთები ძალიან ბევრი მასში გადიოდა ვარიანტში. და ამიტომ ავარჩიეთ სიტყვა ნაკრები, რომელიც ავიღეთ ნაკრები G და ავიღეთ ნაკრები ყველა იმაში, რა ქვია. ყველა ქსელში. და ასევე ძალიან რთული ასაღები იყო ისა, რა ქვია, ფედერაციის ისა, იმიტომ GFF-ი ძალიან მოკლეა და Georgia GFF-ი არის ყველგან აღებული ერთნაირად. და მაგის ცუდი მაგალითები ძალიან ბევრია, როცა სადღაც რაღაცა დაკავებული დაგხვდა და იწყება კრეატივის ზეიმი რა, აქ ესე გვაქვს, იქ ისე გვაქვს, ისე. ეგ ძალიან ისაა, რა ქვია. ამიტომ რას ვამბობ, ვიცი რომ მაგას ხო ფული არ ჭირდება. ანუ ეგეც ხო ვიღაცისგან საყიდელი არ არის, მან ვაფშე სხვა ისაა, რა ქვია, სამზარეულო. მაგრამ მანდაც ისაა, რა ქვია, მანდაც არ გადიან ხოლმე ბოლომდე. უმეტესად ალბათ იმიტომ რომ ითვლება რომ ეს არის უფრო ისეთი გიკური, ფრიკული ტერიტორია და არავინ ტარს არ დამიკრავს, რატომ მოვიკლა თავი და ამ დროს ბრენდის დაფუძნება როცა ხდება, ანუ პირველ ნაბიჯებს როცა დგავს, იმ დროს ამის გადაზღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რითიც აი ბრენდის მშობელი, რასაც ქვია, ხო? არის ხალხი, ვინც ბრენდის პლატფორმას დააკლავს თავს, 5 თვე იმუშავებენ, დიდ PDF-ს დაიჭერენ ხელში და ამაყები არიან, რომ რა მაგრა გაწიკწიკებული ბრენდი აქვთ. და დიჯიტალში არა აქვთ არაფერი საერთოდ. იმიტომ რომ აი მაგით მხარე არაა დაფარული, ხო ხტები? ხო, მაგაზე მაკეთკენ მინდა წავიდე. სანამ წავალ, ანუ იმიტომ რომ ძალიან დიდად ამომწურავი დრო დაუთმეთ ახლა რაც ვიცინას წარმეთყველეთ და არ მინდა რომ რაღაცა სხვა თემები გამომრჩეს და მინდა რომ მაქსიმალურად ავიღოთ თქვენგან ინფორმაციები, რასაც შევძლებ. ხო, სანამ უშუალოდ კითხვას დავსვავ, ჩვენ პოდკასტს ყავს ახალი პარტნიორი, დანკინი და კაცივდებოდა ამასობაში. ამბობენ რომ ქალაქში საუკეთესო ყავა არის, ასე რომ დააგემონეთ მეგობრებო. ხო, რაც შეეხება კითხვას, ორივე ადამიანს აქ მყოფს გიმუშავიათ როგორც სააგენტოს მხარეს, ასევე ბრენდის მხარეს და ძალიან საინტერესოა აი ეს რაღაცა გულწრფელი გაზიარება თქვენი გამოცდილების, სად გვიჭირს, სად გვილხინს, აი თორნიკი ალბათ უფრო სააგენტოს მხარეს გააზიარებს, აი რა გამოცდილება გაქვთ მაგ მიმართულებით წლების განმავლობაში, როგორ იცვლება ზოგადად ტენდენციები, ალბათ ნუ ვითარდება ბაზარი, კლიენტებიც ვითარდებიან, ესე რომ ვთქვათ და აი რა არის, რაც დღემდე მოუგვარებელი შეიძლება იყოს, არ ვიცი. ჩვენ ქართველებს გვჭირს ზებუნებრივი ნიჭი. აბა, რომელიც უხვად გვაქვს ესე დაბერტყებული რა, ეს არის დილეტანტიზმი, განსაკუთრებით მარკეტინგში და რატო? 2 წელიწადში უკვე სენიორის მოთხოვნილება აქვს ყველას რეგალიაში რა. სააგენტოში იმუშავა და უკვე სადღაც დიდ ბრენდ მენეჯერობაზე არის ხოლმე ძალიან ბევრი წასული. ძალიან სასიხარულოა ეს ყველაფერი რა. მაგრამ აი რამაშ ხვიკვაძე ამბობდა, მე მგონი ამ დილეტანტიზმი ადრე რო წარმოვიდგინოთ ქირურგი, რომელიც 2 წელია აკეთებს ოპერაციას. ეხა გიკეთებს ოპერაციას რა და მოდი პარალელი გავავლოთ მარკეტერზე, რომელიც იგივე რაღაცას აკეთებს, კურნალობს ესე ვთქვათ, პრობლემებს, ოღონდ ბიზნესისთვის, ხო? აბა ქირურგის შემთხვევაში როგორი გზნობა არის, როცა ოპერაციას იკეთებ
და მარკეტერის შემთხვევაში პირიქით თითქოს უკმაუყურებთ, რომ აი ახალგაზრდა ეხა იწყებს რაღაცას. იმას ალტერნატიული დანახარჯი ახსენა დათომ, რა ფულად რესურსის ალტერნატიული დანახარჯი ექნება ახალგაზრდა მარკეტერის დაშვებულ შეცდომებს ორწლიან პერსპექტივაში, აიღე პასტა და ფურცელი და დათვლადია ეგეც. და ალბათ მოდი კარგად შევხედოთ ახლა ამას. ხა ცუდად თქვი, ხა კარგად შევხედოთ. და ეგრე რო არ იყოს შეიძლება ჩქარა ვერ განვითარდნენ მარკეტერები. ანუ იმაზე მალე რომ არ დაიზახონ ჰოპ ვიდრე ახტებიან, შეიძლება ეს ამბიციები არ იყოს ესეთი მაღალი და ესე ჩქარა ვერ გაიზარდნონ და საქართველოში ეს მარკეტერები ასე თუ ისე რაღაც ინდუსტრია ვართ, ვიკრიბებით, შავ ზღვაზე მივდივართ, ფესტივალები გვაქვს, კანებს ვიგებთ და შეიძლება ეს ხო არ არის გასაღები, რომ იმაზე ადრე მივდივარ წინ, ვიდრე უნდა წავიდეთ. თქვათ ამერიკაში, ევროპაში როგორც ხდება, რომ 10 წელი უნდა ირლანდიაში რომ იყავი შენ მაგალითად, რომ 10 წელი უნდა კარგად აწორთო ფოლადი, იმუშაო რაღაცა, რომ მე სენიორი პატარა მიგიწერონ რეგალიაში თუნდაც ან რაღაც პროექტ მენეჯერი გახდე თანაშემწიდე, ხო ჩვენთან. მაგრამ მე აი ახლა უცებ მომფიქრა ბოდიში გაწყობდნენ ჩვენთან მეგონი მხოლოდ საქართველოში მარკეტერები უფრო სწრაფად იზრდებიან ვიდრე ბრენდები რა ანუ რაღაც ეგეთი ის არის რომ ანუ იმდენად იზრდებიან ასე ვთქვათ ბრენდებს არ ეთყობა აი ყველაფერი რა მარტო მარკეტერი იზრდას ჩემი CV-ს პირველმა 15-მა წელმა დამიმესიჯა რომ ხმა მოიღეო რა თორე რაღაცნაირად იმენა შეურაცხყოფილად არა შენი მხარე იქნება უკვე სააგენტოს კრიტიკაზე არა ვაფშე არა ეგ ბოდიში ან ვაფშესთვის რა ვქნა საბჭოთა კავშირში გაჩენილი ხალხი ესეთ რაღაცებს ვამბობთ ხოლმე მოკლედ რა არის იცი მარკეტინგი ჯერთი უნდა ვთქვათ როცა მარკეტერს ვახსენებთ ხან კრეატივში კი გონია მაგ დროს და ხან ისა და მარკეტინგი ბევრ რამეს ნიშნავს ხოლმე, მაგრამ რასაც არ უნდა ნიშნავდეს, ერთ-ერთი ყველაზე უიერარქიო ის არის, რა ქვია, მიმართულება რა. ანუ არ გაქვს იერარქიული რაღაც 7 საფეხური რა. ან მენეჯერი ხარ, ან ჰედი. მე მაქსიმუმ მაგის ის გაქვს, რა ქვია, შემდეგი ლეველი, რომ ისა რა ქვია, ბორდში შეგიყვანეს რა. შეიძლება მარკეტერად ვერ შეხვიდე ბორდში, ანუ უკომერციოთ, მაგრამ აი ბორდში ხარ რა. დასაფასებელ ხალხში, მოკლედ, ესე იგი, მაშინ რა ქვია, ზამთრის კურორტებზე, მოკლედ, ერთად ისვენებთ ხოლმე. HR-ებმაც იციან რა, რეკრუტერებმაც იციან ეგ სისუსტე და არ არის მარტო ქართული სისუსტე, ნებისმიერ ევროპულ, რავი, ბრიტანულ, ამერიკულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტი ქვია ტიპებს, რომელსაც ჩვენთან განყოფილების უფროსს ეძახიან. მაგრამ ვიცე-პრეზიდენტებს მარცხნივ მარჯვნივ არ იგებენ, იმიტომ რომ სხვანაირად არ მოვა ტიპი. და იძლევიან ვაის პრეზიდენტის როლებს დიდი სამით რა ის ვაის პრეზიდენტია ერთი პროდუქტის ოუნერია რა და ვაის პრეზიდენტი უწერი ანუ რეკრუტერებმა იციან რეგალიებს ესე ხო მაგრამ მაგაზე მე მაქვს ეგეთი ესეთი სინდისთან კონფლიქტში მყოფი განცხადება რა რომ თუ ადამიანი მზადაა რომ დაბოლდეს იმით რომ ეგეთი ტაიტლი ექნება მაშინ მას დააბოლებენ იმიტომ რომ რეკრუტერსაც მაგრად უნდა რომ ვაკანსია ჩახუროს რა და თუ ხედავს რომ ერთადერთი რაც ხელს უშლის, თან ხელფას არ ითხოვს იმ ჰედის შესაბამის, ხო ხტები? ანუ ხო, მაგრამ ეგ ხო გზელვადაში ბრენდზე ცუდად აისახება. ვაფშე არანაირად არ აისახება ეგ ბრენდზე, ეგ აისახება იმ ადამიანის გონებაზე. ნაირი აგერ სააგენტო ზურგს უკან იცინებს. იმიტომ რომ ტაიტლების ინფლაცია მოხდება თორნიკეების გონებაში და მარტივად მოგვარდება ეგ თემა. ანუ თორნიკე როცა დაждდება და იქით მხრიდან სენიორ მარკეტერს მოუყვანენ, ის მიხვდება რომ მიკი მაუსი მოუყვანეს და მოითხოვს რომ ისა რა ქვია, დამფუძნებელს შემახვედრეო. დამფუძნებელთან შეხვედრა რატო გინდა, ხო? იმიტომ გინდა რომ პირველ წყარო გინდა იმ ბრიფის, რომელსაც მოგიყვანილი. აი მანდ ერთ წამი რომ დავპაუზდეთ რა და თორნიკეს აზრიც მაინტერესებს. ძალიან ხშირად ყოფილა რომ მარკეტერი არ არის ადამიანი, რომელიც უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ანუ არ აქვს კომპანიაში დამოუკიდებლობის ის დონე, რაც უნდა კონდეს მარკეტინგის ხელმძღვანელს და ყველაფერი თან ხდება ამ დამფუძნებელთან და ფაქტიურად ფორმალობაა ხოლმე მარკეტინგის მენეჯერის ყოფნა იმ კოლში, იმიტომ რომ არ არის გადაწყვეტილების მიმღები. არა, შეიძლება კოორდინატორია რა, მომისმენ. მოდი ეს შეხედე რა. ჩვენ უნდა გვესმოდეს კონკრეტულ მოცემულობაში რა სეტაპი გვაქვს რა. ნახე? წინა კითხვას რო გავყვეთ. იმ ადამიანმა როცა სენიორი დაიწერა თუ დაუწერეს. მაინდსეტით გასენიორდა? თუ მაინდსეტით გასენიორდა, ნახე ვინც ის აიყვანა. სენიორად აიყვანა?
შეიძლება ვფიქრობენ რომ შეძახილმა გაახმოვა და ეძახიან რა. გავიგე ეძახო, მაგრამ ხანამდე მე მაგ ნაწილში ვერ მოყვებით, რომ ანუ სენიორად აიყვანეს ჩემი აზრით ძალიან ბევრმა კომპანიამ. ბევრმა რეკრუტერმა. ანუ ის შენასაც ამბობ არის ძალიან კარგად ნაფიქრი სტრატეგიულად დაგეგმილი ნაბიჯი. თუ სენიორად აიყვანეს, მე სხვა პრობლემა იწყება, რომ მარკეტინგს არ აქვს ავტორიტეტი იმ ორგანიზაციაში. და შესაბამისად მიდიხარ იმ მოცემულობამდე, რომ რაც არ უნდა დაარქვა, მარკეტინგის deputy CEO დაარქვი, არ აქტივს ავტორიტეტი რა. დავით, აი მე მის სიტყვას არ აქვს. ვიწყებდით კრაკენის ამბავს, აგენტოს ამბებს. ჩვენ ვიყავით salesmen-ები შეხვედრაზეც, ყველაფერი რო შენ ხარ რა დასაწყისში რა 2013-14 წლებში და მე გადავთვალეთ რამდენ შეხვედრაზე ვიყავით ერთად მისულებს ფაუნდერებთან, მარკეტინგის მენეჯერებთან, ორივესთან ერთად და ბოლოს სტატისტიკას, გასართობ სტატისტიკას ვაწარმოებდით და სადღაც 800 რო გადავწდით, მე გადავხედეთ ეს რო რა ხდება. ეს ფაქტორი რომ მარკეტინგის მენეჯერი იღებს თუ არა გადაწყვეტილებას ბიუჯეტზე ცალსახად ალბათ 1%-ში იღებს ჩვენი შეხვედრები რო შევაჯამოთ, ჩვენი დამკვეთები რო შევაჯამოთ, ჩვენი პროექტები რო შემოჭო, ალბათ ძალიან სტრუქტურულ დიდ კომპანიებში, ბანკებში სადაც წინასწარ არის განსაზღვრული მარკეტინგის ბიუჯეტი, დამტკიცებული რომ ამაში უნდა დაიხარჯოს 2 წელიწადში ესა და ეს. სხვა შემთხვევაში რაღაც ყოველთვიურ სერვისებზე, ბრენდინგზე, ლოგოზე, მათ შორის არ არსებობს, არ ქონია შემთხვევა, როცა პირველი პირი არ ყოფილიყო ჩართული შეხვედრაზე, ჩაბარებაზე, ტაქსიდაკვრაზე ამ პირიქით რა. შენი აზრით რატო? ეს არის ნდობის ნაკლებობის პრობლემა და რატომ? იმიტომ რომ ის ჩვენი დაბალკვალიფიციური მარკეტინგის მენეჯერი რომ მოყვანილი ყავს უფრო იაფად და გამოუზრდი ან იქიდან ვასწავლი ან ჩემ ხელში რაღაცას უფრო წინ წავა, იმას არ აქვს საკმარისი ნდობა რომ აი შენ ჩაგაბარო დახარჯო 100,000, 50,000, 20,000 თუნდაც რა. ამიტომ მოდი ისევ ჩემთან. აი შენი აზრით მე მაქვს ეგეთი ნდობა კომპანიას როცა ვიმუშავები? აი რავი 25 წელი მისრულდება საცა რა მე მგონი შემისრულდა კიდეც უკვე 25 წელია მარკეტინგში ვარ ჰედი მიწერია 2004 წლიდან ანუ 2004 წლის მერე რაღაცის ჰედი ვარ მარკეტინგთან განავალის გვერდზე ხო აი შენი აზრით მაქვს მენდობა იმედი აქვს თორნიკეს რომ გააქვს ეგ ხო და მაგას გეუბნები რომ არა იმიტომ რომ მანდ არ არის მე ხა მაგას ვცდილობ რომ ეს ოპონირების ილუზიას კი არ ვქნი აქ მაგრამ რეალურად მართლა ვცდილობ რომ სააგენტოს მხარესაც დაგანახო აქეთ რა ხდება რა აქეთ ხდება რეალურად ის როცა პროფესიონალი დამკვეთი ვარ თქო ამ დამკვეთობის პროფესიონალიზმი ერთ-ერთი მაგაშია რომ აქეთ მხარეს იმხელა პოლიტიკური ტენდენციებია სალაგებელი სანამ სააგენტოსთან მოვა და ბოლოს მართლა მაქვს ეგეთი მიდგომა რომ როცა ვიცი რომ არ ლაგდება ამას პირდაპირ ვიძახი ოღონდ კომპანიაზე კი არ ვჭორაო სააგენტოსთან ან კონტრაგენტთან არა უბრალოდ სეტაპს ვიძახი რა ანუ პირველივე შეხვედრაზე ვიძახი რომ ჩვენი პროცესი იქნება ესეთი ჩემგან მიიღებთ ამაზე შინაარსზე ფიდბექს და final say გვაქვს ამ ადამიანის და იმასთან შეხვედრას მე დაგიორგანიზებთ ამ ეტაპზე ამ მომენტში ხარ ნახე ეგ არ არის იმის ამბავი რომ ნდობა და რაღაცა უბრალოდ არის პრობლემა იმის რომ როგორც პოლიტიკაში და ფეხბურთში ერკვევა მთელი ერი ისევე ვიღაცამ ერთ დღეს ჩათვალა რომ რეკლამაშიც ერკვევა მთელი ერი რეკლამაში გულისხმობ ნეიმინგს ლოგოს ბრენდინგს ეგეთ რაღაცას ის უნდა დაუჯერო აი ხა ესეთი კითხვა რა მოეწონა მარკეტინგის ჰედს მოტანილი ნეიმინგის იდეები და ბრენდინგი და ვერ გავიდა ზემოთ ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვი რა UX-ის იმას რომ გავდიოდით მასტერს ლონდონში იქ გვასწავლეს ეგ და გამეცინა რომ მხოლოდ იქ გვასწავლეს რა ძალიან მარტივი რაღაცა არის ისა რა ქვია stakeholder mapping-ი stakeholder mapping-ის გარეშე არც ერთი სააგენტო ლონდონში არ გემუშავება ბევრმა არის ალბათ ხა იმის ხო stakeholder mapping-ი ნიშნავს რომ ნებისმიერი პროექტისთვის იქნება ეს კრეატიული პროექტი თუ ციფრული თუ ასე შემდეგ უნდა შექმნა იმ თანამშრომლების და გვერდზე ასე თუ ისე დაინტერესებული ხალხის რუკა რომლებსაც შეუძლიათ ან დადებითი ზემოქმედების მოხდენა გარკვეულ პროექტზე ან უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა ან არიან პასიური მომლოდინენი და ბენეფიციარები შენი პროექტის მაგალითად რაღაც აპლიკაციას რო აკეთებ შეიძლება ფინანსური დეპარტამენტი იყოს იმის მომლოდინე ისე რომ საერთოდ არ ან საოპერაციო დეპარტამენტი და საერთოდ არ წელიწადი არ მოგკითხოს ეგ ამბავი მაგრამ შენ თუ იმას დააფასებ და კალენდარში ჩასვამ და იტყვი რომ ორ თვეში ერთხელ იმ ადამიანთან ყავას დალევა ეგეთ პასიურ მიძინებულ ტიპთან და ორ თვეში ერთხელ დააპდეითებ სათხარ
ერთით ნაკლები შფოთიანი ადამიანი გეყოლება ბორდზე. და ეხლა იმ ტიპებზე ვილაპარაკოთ, ვინც ყოველწუთიერად არის დაინტერესებული. მაგალითად, დამფუძნებლის ცოლი არის ერთ-ერთი მთავარი ბლოკერი. ანუ positive impact-ი არ შეუულია, იმიტომ რომ დადებიც ვერ იტყვის. დადებიც ვერ გეტყვის, მაგრამ ნეგატიურებს ბევრს გეტყვის. ანუ არ ვარგაში არის პირველი. მდივანი არის ერთ-ერთი დიდი ბლოკერი. Office manager-ი, ანუ ბევრი ეგეთი ტიპი. ეგენი არიან ბლოკერები. რატო? იმიტომ რომ ოთახში როცა მოიტანენ შენს ნამუშევარს და ეკრანზე გაიშლება და სასტავი შემოვარდება, აუცილებლად ეგ ადამიანი მათ შორის იქნება. და შენი აქეთ ამხარე გინდა agency ხარ, გინდა სერვისი ხარ, მათ შორის შიგნით ხარ მარკეტინგის ჰედი, შენი ვალდებულება არის რომ ამ ტიპებთან კომუნიკაცია გქონდეს აწყობილი რეგულარული. ოღონდ ვიღაცასთან ყოველდღიური, ვიღაცასთან ყოველკვირეული, ვიღაცასთან reporting to ვიღაცასთან წამო ერთი კაი რამე განახო და ტელეფონიდან გაუძრო და უცებ ჩახო. იდეალურ სამყაროსთან. არა, იდეალურში არა, მე რას გეუბნები. მე მაგას დავარქმევდი ბრძოლას შენი რაღაცას. არა, ეს არის დამკვეთის პროფესიონალიზმი. შენთან რომ მოდის დამკვეთი, ანუ ეგეთ დამკვეთს შენ როგორც სააგენტო უნდა ენდობოდე. როცა იმას აქვს გახსნილი მთელი სურათი და გეუბნება რომ მე ამას ჩემ თავზე ვიღებ. მაგრამ ცხადია რომ მოულოდნელი რაღაცები იარსებებს. ცხადია რომ შენ რო ეტყვი რომ იცი რა მეცხრე გადაკეთების ფული არ დევს ბიუჯეტში რა, მასე არ დამითვლია ეგ ფასი, შესაბამისად იმან იქით მხარეს უნდა იცოდეს, რომ 2-3 რაუნდი აქვს და მეტი არა აქვს. მე მათ შორის სააგენტოს მხარესაც როცა მიმუშავია, რავი, იყო მაგალითად ეგეთი გადასარევი ბანკი რესპუბლიკა და იქით მხარეს იჯდა გადასარევი დამკვეთი. რატო იყო ის გადასარევი დამკვეთი? იმიტომ რომ მასთან ურთიერთობა იყო აწყობილი მასზე. მე აქეთ ამხრიდან ვეუბნებოდი რომ ორ გადაკეთებაში ჩამტიე გეხვეწები რა. მესამე და მეოთხეც შეიძლება ეხა გამოვალ სიტუაციაში ვქნა, მაგრამ 19-ს ნუ გამაკეთებიებ, იმიტომ რომ ან დიზაინერი გამექცევა, ან ბუღალტერი მომკლავს. ხო ხტები? ანუ ეს მთელი flow ხარვეზებისგან შედგება არა მარტო იმიტომ რომ ვიღაცა ერთი საწყალი მარკეტერი აიყვანეს, რომელიც არასწორად ზის მის სკამზე. ის შედგება იმიტომ რომ stakeholder mapping-ი არ არის გაკეთებული და stakeholder-ებთან ურთიერთობის მართვა არ არის დალაგებული. მათ შორის რომელიც მარკეტერმაც აუცილებლად უნდა დაალაგოს, თუმცა შენ როგორც სააგენტოს გააქვს მაგის საშუალება, სამდეც შეგიშვებენ, არის კომპანიები, რომლებიც არ განახებენ შიგნით ვირას ლაპარაკობს. და ერთ ადამიანს ჩაგიყენებენ, რომელსაც პახოდ თუ ამბიციურია, ისე ექნება თავი დაყენებული, რომ ვაფშე არც მიიღებს შენგან მაგ კითხვას, რომ აბა ვინ არის ის ადამიანი, ვისთანაც ეს უნდა შევათანხმოთ, ანუ ეწყინება და თავზე გადახტომად შეგიფუთავს კიდე. ხტები, ანუ ეგეთ кейსებიც არის. შესვენება ტიზერს გავაკეთებ რა. მე ვისურვებ, რომ შემდეგ გადაცემაში ყავდეს ესეთი ადამიანი, რომელიც არის თან უმაგრესი მარკეტერი და თან დამფუძნებელი. არავისთან არ ათანხმებს და თვითონ აკეთებს ყველაფერს და მილიონობით ნახვა აქვს YouTube-ზე და TikTok-ზე. მე ვისურვებდი ესეთ ადამიანს. ვეცდები ყველანაირად მაქსიმალურად ნახოთ. საინტერესო ის არის. მე სხვათაშორის ძალიან ვცდილობ, რომ აი ჩვენი პოდკასტის სურვილიც ეგ არის, რომ ძალიან ბევრ თემას ვეხებით ზოგადად რა. და აი ყველა სტუმარი აი როგორც შენ დღეს აი მაგალითად ძალიან კარგად გაშალა ეს დომენების ნაწილი აქამდე არ გვისაუბრია საერთოდ ამ საკითხზე, ხო? ანუ იმდენი პატარა და წრუწრული ნიუანსი არის, რომ ადამიანები ხა თუნდაც ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში ხა შემოდიან და სწავლობენ, მათთვის ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიძლევით, რომ მინიმუმ დავაფიქროთ, რომ უი, ამაზე არ მიფიქრია და ხა დარწმუნებული ვარ არც ერთ კურსზე, ხა ეს ნარატივი დომენების ნაწილზე არავის არ მოусმენია. ჩემთან იყო კი იმაში, რა ქვია, საქართველოს უნივერსიტეტში რო ვასწავლიდი. ხო, შენ კურსზე იქნება digital marketing-ის ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე ვასწავლიდი მაგერს კი. კი ბატონო, მე მინდა აი დროში რო ჩავეტიოთ, მინდა რამოდენიმე საკითხი შევეხო კიდე აი სააგენტოების ნაწილზე ვსაუბრობდით და ზოგადად მინდა ეგეთი ზოგადი კითხვა დავსვა რა, და აი რას ვეძახით კამპანიებს. იმიტომ რომ ამაზეც მგონია ძალიან სხვადასხვანაირი აზრი და შეხედულება არსებობს. აი რა არის კამპანია ის? ვიდეო არის კამპანია, ფოტო გამოკრული, თუ აი რა არის? რო იჯდეს პოლიტიკოსი, იფიქრებდა რომ პოლიტიკური კამპანია. ჩემ ადგილას რო ჯდეს კარგი მსმელი, იფიქრებდა რომ კარგი სუფრა. ჩემ ადგილას რო იჯდეს კარგი მარკეტერი, ითხოვდა რომ კარგი
კარგი მარკეტერი, იტყოდა რომ კარგი ინტეგრირებული კამპანია და ცუდი მარკეტერი რო იჯდეს, იტყოდა რომ მაგარი ვიდეოს გადაღება არის ჩემთვის მაგარი კამპანია. და ვინც ქართული არ იცის, იმას ეგონებოდა რომ შეპესეზე შეპესეზე ლაპარაკობთ. კი, ეგეც მართალია. მოკლედ, ალბათ უამრავი შეიძლება მიუდგათ ამ სიტყვას კამპანიას, მაგრამ ზოგადად საქართველოში ესე ჩვენ ასოციაციაში ჩაილექა რომ კამპანიას რო გვეუბნებიან ჩვენც მაგ კოლექტიური ცნობიერების მსხვერპლი ვართ რა რომ კამპანიაზე ეგრევე მივდივართ ვიდეო გადავიღოთ რა ჩვენც ვექცევით ხოლმე რომ აი შევედით შეხვედრაზე ვეუბნება რა კამპანია გვინდა ეგრევე მივდივართ სცენარი რა იქნება და აი მესიჯი რა იქნება რა არა და ცოტა ჩავიხარშეთ რა ამ ჩვენივე წვენში რომ კამპანია ვიდეოები არავის არ აინტერესებს ჩვენი ვიდეოები და ჩვენი მესიჯები და ჩვენ ისინი ყველა აინტერესებს ამბობს აგენტოს დამფუძნებელი აი საკუთარ თავს ესე საცელი გამოვისით თქვენ გილაპარაკიათ ამაზე ერთერთამდე ეხლა ვინახავდი ამჟამი ხანდა და ყველას აინტერესებს მომხმარებელს აინტერესებს იმის უკან რა დგას რა პროდუქტი და სერვისი და უფრო მეტად კამპანია ვიდეოზე და ის ვიდეოში რა რეჟისურაა ჩადებული და რა ფერია ბექგრაუნდზე რომელზეც ალბათ ძალიან 20000 გაქვს დახარჯული რომ ხალხმა ისეთი ბექგრაუნდი გაგიკეთა რომ ძალიან ლამაზი კადრი გამოვიდა ალბათ მხოლოდ შურს მოიტანს სხვა რეჟისორების რომელსაც ამხელა ფული არ ქონია და კომპანიებს რომ ესეთი ლამაზი სეტი აეწყოთ მეც არაფერს არ მოვიტანს კომპანიასთვის და ეხლა საკუთარ იმას ვითხრი ხო სამარე სამსიტყვი მე მაინტერესებს დამკვეთის ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მაგრამ ეხლა მოდი ჩემი თავ შევეწინააღმდეგი მაგიმიტომ რომ თუ სხვანაირად შევხედავთ ამას და ინტეგრირებულად შევხედავთ არა მხოლოდ რაღაც ვიდეო არამედ მაგალითად გარე განთავსება მაგალითად ინფლუენსერ კამპანია მაგალითად ეთოქში კარგი რეკლამის განთავსება ან პლეისმენტი უკვე ივსება ყველაფერი იმიტომ რომ იმ სცენარის დაწერასაც ეძლევა აზრი რატომ დაწერო იმიტომ რომ ეთოქში როგორ იდგეს ეს ყავა იმ სცენარშიც ესე უდგას იმ თავარ როლში და იქ რაღაცა კვეთა არის იქ ბილბორდზე როგორ ეჭიროს ყავა მაგალითად როცა ყავას ვავს ვიცი იმიტომ რომ ეს თითია კაწეული იქ სადღაც მესიჯზე რაღაცა სცენარის დროს დაწერილი. ეხლა შეუტრიალა ისევ ჩემ თავს და გამოვიძვრინე მე მგონი თავი, მაგრამ იმის ანუ მარტო ვიდეო არ არის მარტო ვიდეო არ არის ეს ყველაფერი რა მარტო ვიდეო სცენარი არ არის მაგარი კამპანიის გაკეთება რა შეიძლება ვიდეოს ჩვენ გქონდა ერთ-ერთი ძალიან კარგი დამკვეთს ვიტყოდი, იმიტომ რომ მოვიდა ბრიფი, სადაც ეწერა რომ აღარ გვინდა ეს ვიდეო. სულ ვიდეოს ვაკეთებთ ყოველ წელს. ძალიან ცნობილი კომპანია რა. ხალხი ელოდებაო ყოველ ახალ წელს ჩვენ ვიდეოს და აღარ გვინდა ეს ვიდეო. მოდი ვიდეო გადავდოთო. იმის იქით გაშლა რაც არის, მოდი მარტო ეს გავაკეთოთ რა და არის მაგაშიც რაღაცა. მაგ წელს დაუზოგიათ ბიუჯეტი ესე იგი. იცი რა სანამ დავითთან გადავალ, მინდა რომ ეს ვისარგებლო ამ თემით. ჩვენი პარტნიორი არის ალმა და გვაქვს ხოლმე ესე ცალკე გამოდგმული კითხვა ზოგადად რომელიც გარე რეკლამას ეხება, მაგრამ რადგან კამპანიებზე საუბრობთ, შეგვიძლია ეგ კომპონენტიც მოვიაზროთ, აი რა როლი აქვს გარე რეკლამას აი ამ ინტეგრირებულ კამპანიებს რო ახსენებდი, მაგ ნაწილშიც რა და დავით შენ რა ვიცი ალმაზე ლაპარაკი უფრო ისეთ მომენტში მინდოდა, ხო იცი? ცალკე ზერო ამოდის და ხასიათი რო თქვა არის, იმიტომ რომ ძალიან კაი ხალხია ეგ და რავი, როცა კი რამე შეხება მქონია, ყოველთვის ძალიან დადებითი გამოცდილებით გამოსულა, მაგრამ ჩემი აზრით ალმა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, ну ალმა რა აუთდორ ბიზნესი, მოდი ესე შევხედოთ, როცა ეს სფერო განვითარდა და მათ შორის დიჯიტალიზაციისკენ წავიდა რა. იმიტომ რომ გასაგებია რომ როგორც არის გარკვეული ხო იცი მეფესთან რომ მიგიწევენ აუდიენციაზე კონკრეტული ტანსაცმელი უნდა გეცვას და კონკრეტულად უნდა მოიქცე და რაღაც წესებია რა იგივენაირად უძრავი ქონების კომპანია თუ ხარ მოკლედ ვარაზის ხევზე ბილბორდი უნდა ჩამოკიდო ხარ რა ანუ ბილბორდის ცნება გარკვეულ ბიზნესებში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ან მართლა ბაზარი არ გაღიარებს, მარტო რამდენიც არ უნდა არახუნო დიჯიტალში რეკლამა, თუ აუთდორში კარგ ადგილას არ დაგინახა, ანუ ამით იზომება, აი ეს რა ქვია. რამდენად სანდო ხარ. აფრიკაში მოკლედ მდედრი მაგითი ზომავს მამრის სიძლიერეს რა, ანუ თუ აქვს იმას ისა რა ქვია. იმის შესაძლებლობა რომ კარგ ადგილას ბილბორდი აიღოს, მაგრამ რაზეც ალმაზე რაზეც გეუბნებოდი არის რომ აი დისპლეების მხარეს რო ვითარდებიან, ეგ მგონია რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ინტელექტუალური პროდუქტის მიშენება შეიძლება ამაზე, რაც რაღაცეები რამდენადაც ვიცი დაწყებულიც აქვს რა. რაც უკვე იმის საშუალებას მოგცემს, რომ
მართლა თანამედროვე outdoor რეკლამა გააკეთო რა და მან მნიშვნელოვანი არის რა სადაც არის ტრაფიკი იქ უნდა იყოს კომუნიკაცია ეგ არის ფაქტი ხო ანუ იგივე ეს რა არის რა ქვია კაი რეკლამა გადავიღეთ ვერავის ვერ ვანახეთ საპირისპირო თემა ტრაფიკი ჩვენთან თბილისში მადლობა ღმერთს მაგ მხრიდან რომ შევხედოთ ტრაფიკი არ გვაკლია რა ხო საცობებიც არის ადგილები სადაც არ გვაკლია იმ საცობების ადგილას ყველგან ფაქტიურად სარეკლამო ფარებიც არის და დისპლეებიც არის ხო შესაბამისად ის რომ არ გამოიყენო outdoor-ი იმიტომ რომ ჩვენ დიჯიტალები ვართ და მაგრა გვჯერა მაგისი რადიკალური შეცდომა სწორი გამოყენების თვალსაზრისით მე მგონია რომ დისპლეები ძალიან კაი თემაა რა. კი და მანდაც ინტეგრირებული კამპანიები აუდიოში არის რომ ერთი დიდი ბილბორდი არის არაკეთებს რა თუ არაზისხები არ არის მართლა. ხო და რაც შეეხება იმას რომ კამპანიებს დაუბრუნდეთ რა ზუსტად დისპლეების ნაწილში რის თქმა მინდა არის რომ დისპლეი გასწავლის 10 წამში ჩაედიო და იმ 10 წამშიც ხასიათის შესაქმნელი პირველი 7 წამი აღარ გაქვს რა რაღაც ეგეთები ხო ხტები ადრე რო ეგ თეორიული მსჯელობა იყო რომ როგორი მოკლეა attention span-ი დიჯიტალში ხო რაღაც TikTok-ის თაობა 5 წამზე მეც არ ჩერდება და რაღაც ეგეთი ხო მუსიკა რო უკვე ისე იწერება რომ პირველ 4 წამში თუ ხუკი არ არის ვაფშე აღარ გაინტერესებს ხო იქ outdoor-ი პირდაპირ მასეთი გახდა ანუ ვეღარ გადაიღებ 1 წუთიან სპოტს ან 30 წამიან სპოტს იმისთვის რომ ქუჩაში დაატრიალო იმიტომ რომ პირველ 5 წამში თუ არ მოათავე განწყობი შექმნა და მე 1-5 წამში პექშოტზე თუ არ გახვედიან დატიტრე ისე რომ შენი სათქმელი არ ქენი მოთავდა გაიარა იმანქანა ხო ამიტომ ეგეც კარგი ის არის რომ შეიფში გამოყოფებდეს მაგ თვალსაზრისით რაც შეეხება საერთოდ რა არის კამპანია და მე მგონი შენი კითხვა ნუ at least მე ყურში როგორ ჩამესმა არის რომ კლიპია კამპანია ხო ხტები იმიტომ რომ არ მგონია რომ ეხა ამ ოთახში მართლა ის არ ვიცოდეთ კამპანია რა არის მაგრამ კლიპია კამპანია თუ ეგ არის კითხვა მე მგონია რომ რაც უფრო მეტად გავადრო კლიპი იმაზე ბევრად უფრო ნაკლებად და ნაკლებად იქნება კამპანია მაგრამ რაც მას ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფებს სიმართლე გითხრა არის ფესტივალები და ვებგვერდები და ზოგადად ის ინფრასტრუქტურა რომელიც გეხმარება იმის გაშუქებაში ნახეთ რა მაგარი კლიპი გადავიღეთ და ეს კრედიტების გამოფენა ფესტივალზე ბრინჯაო აიო სადღაც ევროპის ხო ანუ არავინ არ ატარებს ნუ არავინ არა ბოდიში ატარებენ სავარაუდოდ მაგრამ ისეთი მაღალი გაშუქება არ ეძლევა რა მაგრა დაგეგმა კონკრეტულმა ადამიანმა digital advertising-ი და რა მაგრა მიწვდა და როგორი დანახარჯ ეფექტური ლიდები მოიტანა რა არავინ მაგაში იმას რა ქვია ბროლის იმას რა ქვია პრიზს არ იძლევა რა მაშინ როდესაც ის ადამიანები ბევრად უფრო მაღალ პერფორმანსს დებენ დღეს მათთან შედარებით ვინც უბრალოდ კლიპი გადაიღო რა იმიტომ რომ ის ხელოვნების ნიმუშია უმეტესად რაც გადაიღეს და მათ შორის ხელოვნების ნიმუში გულისხმობ იმის ხელოვნებას თუ როგორ გადაითარგმნა ბიზნეს ნიდი კრეატიულ გადაწყვეტილებაში კი ეგეც ხელოვნების ნიმუშია მაგრამ ყურადღება იმას რომ არ ეთმობა რაც მე ამის სწორი განთავსებაა და შესაბამისად ამისი სწორად მუშაობაა ხო მე მგონი რომ ეგ დანაშაულია იმ ხალხისადმი რა ვინც რეალურად დღეს საქმეს აკეთებს იმიტომ რომ მით უმეტეს თუ დიჯიტალ ბიზნესი გაქვს ხო დიჯიტალ ბიზნესი შეგიძლია გააკეთო ისე რომ ვაფშე არ ქონდეს კლიპი მიუხედავად იმისა რომ მაგალითად მე და თორნიკეს ერთად გვიმუშავია ხო როუმინგოს იმაზე რა ქვია კამპანიაზე და რაღაც მომენტში ჩვენ გაგვიჩნდა საჭიროება რომ ეგეთი კლიპი გაგვეკეთებინა ჩემი აზრით ეს საჭიროება გაგვიჩნდა იმიტომ რომ ასე ვთქვათ ჟანრის კანონებს დავემორჩილეთ რა თუ გინდა რომ იყო სოლიდური ვიღაცის თვალში კლიპი უნდა კონდეს ხო თორე მოდი ესე ვთქვათ სათქმელი UX-ი პროდუქტის თვისებები, ანუ მთელი ის disruption-ი, რაც roaming-ოს უნდა გაეკეთებინა, ხო? რაც რისაც უნდა მიაღწია. იქ კლიპი არის ალბათ მე-10 ხარისხოვანი. ანუ კლიპის გარეშეც ამბობ მაგას, იმიტომ რომ თუ მომხმარებელმა გადმოწერა, იქ იგუარება ამ თემას. მაგრამ რატო იღებ იმ კლიპს? იმიტომ იღებ, რომ ჟანრის კანონები დღემდე არის ეგეთი, რომ შენ გარკვეულწილად რაღაცები უნდა ქნა. გიწევს რომ გააკეთო საძირკველია რა სახს რო აშენებ მე როგორ წავიდეს რა იქ რა მესეჯი თქვი Facebook-ზე რა პოსტში რითი დაიწყო რა დააწერო სლოგანი რა მე რაღაცაში სხვათა შორის ალმას ტერიტორიაზე რო დაუბრუნდეთ ერთი წამი რა ძალიან საინტერესო ჩემთვის როგორც რავი დიჯიტალზე მიძღვნილი მარკეტერისთვის ხო არის როცა აპლიკაცია რეკლამდება ბილბორდზე ძალიან საინტერესო кейსია რა ადრე იყო მაგალითად ისა რა ქვია ან საიტი
ადრე იყო სამედიცინო აპლიკაცია რეკლამდებოდა ბილბორდზე. ეს რა ქვია? გადახურდავება რეკლამდება ახლა აქტიურად. მან სხვათა შორის მჯერა რატომაც კეთდება, იმიტომ რომ ვალუტის გადახურდავება ქუჩის ბიზნესია და ქუჩაში ვეუბნები რომ იქწადი. მაგრამ იმის რა ქვია, ონლაინ შოპი რო რეკლამდება ქუჩაში, ანუ უკონტექსტო ქუჩაში, პროსტა მაღალ ტრაფიკიან ქუჩაში. ეგ ძალიან საინტერესო ფენომენია რა. მე მგონია რომ მასე ხო იქაც მიდის მაღაზიაში ადამიანი და ვინც მაღაზიაში მიდის არა, ეგ რო მაღაზიაში იყოს, კი ბატონო. ანუ ნახე მაღაზიასთან. მაგალითად ბანკი რო აკეთებს ეგეთ რეკლამას, რომ შენ შეგიძლია იყო რიგში პირველი და ქვითარზე აწერს, რომ გამოიყენე მობილ ბანკი. ნუ ჩადგები ამ რიგში, ეგ clever advertising-ია რა, ანუ ჭკვიანური გამოყენებაა ოფლაინის. ეგ სხვა ამბავია. შესაბამისად, თუ მაღაზიასთან მისვლის წინ ვიღაცა ონლაინ შოპის რეკლამას გამიკეთებს, ეგ მივესალმები. მაგრამ უბრალოდ ყაზბეგზე რო არის გამოკრული რო ონლაინ შოპი, შეგეწინააღმდეგება. ეგ ისეთი თემა ყოფტები? აი ეს top of minds რო ეძახიან რა, იქნებ მაღაზე არის, ეგ არის რა ბრენდს პრობლემა. ტრაფიკიც აქვს, ისიც აქვს, ესეც აქვს უბრალოდ აი რაღაცისთვის ბრენდის აღქმის ნაწილში გვიჭირს, ამ პირველი არ ვახსენდებით. აუშვებენ რეკლამებს ედებს, მაგრამ თავზე აზიან Google-ში. Awareness კამპანია. მაგითი პირველი გაახსენდება ლოგო და არა მაღაზია. ანუ რას აკეთებს იქ ვაფშე არც ჩანს რა. ნუ არ დააწერს რაღაც მოიფიქრებს, იმიტომ რომ ამერიკაში მე როცა აკადემიურად ვსწავლობდი მარკეტინგს, იმდენი ფოტო მაქვს ნანახი, თუნდაც რაღაც ესეთი ინტერაქციული ბილბორდები, სადაც ლაგატკაზე ლაგატკა ქვია ხო ქართულად? არა, ქართულად არ ქვია. ქართულად ქვია. შურდულზე რა აი შურდული ყოფილი. მანქანიზმ ძღოლი და ღვედი გაიკეთა, მთელი ისინია რა, მოფიქრებული, მაგრამ ინტერაქციული ბილბორდები გამჭირვალე, სადაც უკანა ხედი ხატია და მოკლედ უსაზღვრო კრეატივი და მან ჩვენი ბრალი ხო არ არის მარკეტერების, რომ ისევ რაღაც ლამაზ დიზაინებს და ვაკეთებთ, რომელიც ხალხს ალბათ დაამახსოვრდება რა. იცი რა არის, წინა ეპიზოდებში ხშირად შევხვევივართ გარე რეკლამის საკითხს, მაგ ნაწილში, ანუ ვიზუალურ ნაწილში, როდესაც საუბარი იყო, რომ ეს არის ქალაქის შემადგენელი ნაწილი, იერსახის ნაწილია და ვინც რეკლამას ვაკეთებთ, მაგაზეც უნდა ვიფიქროთ, აი მაგალითად, როდესაც საჭესთან ვზივარ და მივდივარ, იქ დასასკანერებელი QR კოდი რო ამოდის, ძალიან რთულია მომხმარებლისთვის ეგ ქმედება, ან რაღაცა საიტი წრუა დაწერილი, ან Facebook-ის პოსტი რო არის გადმოტანილი და იქ მილიონი ტექსტი რო წერია, მოკლედ, ანუ ეგ დისკომფორტები რა თქმა უნდა ახლავს. უბრალოდ ეხა სიამოვნებით გავაგრძელებდი მაგ თემას, მაგრამ დროში შეზღუდულები ვართ. მინდა ესეთი კითხვა დავსვა ბოლოს, ესეთი ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ამას, იმიტომ რომ ჩვენ სტუდენტები გვიყურებენ და ძალიან საინტერესო იქნება, რა შეიძლება ურჩიოთ ადამიანებს, რომლებიც ეხლა აბიჯებენ ამ ინდუსტრიაში ფეხს და იწყებენ სწავლას, აინტერესებთ ეს მიმართულება, რა ასე ვთქვათ შორტკათები, მოკლე გზები და ხრიკები შეიძლება ვასწავლოთ ამ ადამიანებს, რა რჩევა მივცეთ. მე რომ მოკლე გზა არ უნდა გააკეთო რა. ზუსტად ეს არის, რომ მარკეტინგში მოკლე გზებით არ უნდა იარო რა. მერე შენი რა პრობლემებიც დაგხვდება იმ კომპანიაში, რაც მოკლე გზებით იარე გამოსtildeებით, შეიძლება ძალიან ზვირი იყოს ეს ყველაფერი და მერე ფინანსური პრობლემები შეიძლება წამოვიდეს კომპანიაში. ამიტომ ალბათ პირველი არის, რომ ძალიან კარგად ისწავლონ აკადემიური მხარე რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მარკეტინგის მენეჯერი საქართველოში არ არის, ბიზნეს ადმინისტრება არ უსწავლია რა, ფინანსისტი იყო და ან ფინანსებს სწავლობდა და მერე მარკეტინგის მენეჯერად მოხდა, იმიტომ რომ ვიღაც ნაცნობისგან დაიწყო მუშაობა. ან სამსახურს ეძებდა. თორნიკე მაგარი გაბრაზებულია, მოკლედ მარკეტერები. რავი, ოფის მენეჯერებიც არიან, მარკეტერები, არა პრობლემა, ანუ რა განათლება. ანუ ეხლა ყველა ალბათ არა პოპულარულ რაღაცებს ვიძახი, მაგრამ რაც ვთქვათ, ჯობია ვთქვა, ვიდრე არ ვთქვა. ასე რომ ალბათ აკადემიური ნაწილი არის პირველი, რაც არ უნდა დაისქიფოს. მეორე ნაწილი არის, რომ არის რაღაცა წლები, რაც გჭირდება, რომ მიხვდე და დაკვირვების ფაზა არ უნდა გამოტოვო რა. ან მარტო ჩვენ ვართ, მარტო მკეთებლები რა, მარკეტერები საქართველოში, როცა დაავალე გააკეთებს ჩაგაბარებს. მაგრამ დაკვირვების ფაზა საერთოდ ამოგდებულია რა მარკეტინგიდან. ანუ ეს ზუმაუთი დაბა შეხედე რა მოხდა, რა ეფექტი ჰქონდა, გრძელვადაში რა ეფექტი ჰქონდა, შეცვალეს, არ შეცვალეს, რატო შეცვალეს, იმ არა გააკეთა ახალმა მარკეტერმა თუნდაც, ხო? ან სამსახურიდან წამოვედი, იქით გახედო აღარ მინდა. რატო არ გინდა გახედო? ნახე, შეხედე ახალმა მარკეტერმა რაში გაჯობა, ან რაში ვერ გაჯობა, ან რა პრობლემები ჰქონდა. პირობითად მაგობ რა.
შესაბამისად ეს დაკვირვების ფაზა რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს, მოკლედ ალბათ ამ პროფესიაში, რომელიც არ არსებობს, აკადემიური ნაწილი, იმიტომ რომ კოტლერი არიციან მართლა. 1-2-ჯერ ვახსენე მარკეტერებში. კოტლერი, ანუ კი ძალიან ძველია და აღარ არის აქტუალური, მაგრამ სანამ არ გარდაიცვლება, მანამდე ჯერ ცოცხალია შევინახოთ მაინც. ბაგაზე სწავლობს ძალიან დიდი კოტლეტი ეგონათ, ხო? შენ მადრიდის კატლეტიკო იცი? ასე რომ რო აგებს კატლეტიკო ხდება. ატლეტიკო. ასე რომ ეს აკადემიური ნაწილი და ალბათ შემდეგი არის უკვე ეს ტრენდები რა, ან მარტო TikTok-იდან მარკეტინგს ვერ ისწავლი რა და ეს პოდკასტების ამონარიდები ყველამ რო პოდკასტი გააკეთა საშაურმესავით, ხო? ეგრეც არ გამოვაკ. იცი რა არის, დავით, შენთან მექნება იგივე კითხვა და მეც პატარა შეჯამებას გავაკეთებ. რა არის, იცი? საკითხზე. თორნიკეს აზრი მინდა განავითარო და პირველი იქ თქვა, ანუ არის ეგეთი ცნება you are not the user. ანუ როცა საკუთარ აპლიკაციას ტესტავ, შენ არ უნდა გატესტო შენ თავზე რა. იქ არის ეგეთი მიდგომა, ზუსტად ის არის რა, კვლევის ფაზის ამბავი. კომპანიის შიგნით ყველამ ძალიან კარგად იცის პროდუქტი. ან at least ჯერათ რო იციან პროდუქტი და ამიტომ აუცილებლად სხვისი თვალით უნდა დაინახოთ საკუთარი პროდუქტი. ანუ კვლევა არ უნდა გამორიცხოთ, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ესე ზოგად რჩევას თუ რავი, რაც გინდა ის დავარქვათ, მე ვიტყოდი რომ არის ორი ნიშნულოვანი რამ, რომელიც ხანდახან ერთმანეთს ეჭიდავება, მაგრამ ორივე უნდა გავითვალისწინოთ რა. როცა შენ ხარ მარკეტერი, მაინც არ გაქეხა 20 წელი გამოცდილება მხრებზე, ხო? უნდა გაითვალისწინო ორი რამ. შენ ხარ ყველაზე მწოდნე მარკეტინგის იმ ოთახში, სადაც ლაპარაკობ. და მეორე უნდა გაითვალისწინო, რომ არის რაღაცა, რაც აუცილებლად შენ არ იცი. აი ეს ორი რამე ერთდროულად უნდა გაითვალისწინო ყოველთვის ნებისმიერ ურთიერთობაში. ანუ ერთი მხრივ უნდა იყო მაგარი ტიპი, ანუ არ უნდა გაკანკალებდეს ძვლებში, რომ ვაიმე მე ეს არ ვიცი და რა. არა, იმ ოთახში შენ ყველაზე მაგარი ტიპი ხარ მარკეტინგში. თუნდაც ძალიან პატარა ცოდნა გქონდეს, მაგრამ იმ ოთახში ყველაზე მაგარი ტიპი ხარ. როცა კომპანიაში მუშაობ. და მეორე არავითარ შემთხვევაში თავში არ უნდა აგივარდეს, რომ მართლა იმ დონეზე მაგარი ტიპი ხარ მარკეტინგში, რომ აღარ უსმენ არავის რა. აუცილებლად უსმენ. შენი კარიერა ის ოთახი არ არის. კი, ანუ რადარი ჩართული გაქვს და research-ს ატარებ ყოველთვის ყველაფერზე, რაც მათ შორის გჯერა რომ იცი. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიფიქრო, რომ ამათმა არ იციან და აუ ეხა ეს იმინა 10 დილეტანტი რატომ აზის მხრებზე. არც ერთი არ არის 10 დილეტანტი, 10 საკვლევი ობიექტია, საიდანაც შეგიძლია მიიღო ცოდნა. მოკლედ ეს ორი აუცილებლად და სტარტაპებზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ აუცილებლად უნდა ვთქვათ, თუ რომელიმე თქვენთაგანი აპირებთ შეხვიდეთ სტარტაპში. აუცილებლად დაფიქრდით, ვისთან ერთად აკეთებთ ამ სტარტაპს. არ არის აუცილებელი სტარტაპი აკეთოთ მარტო იმიტომ, რომ იმ ოთახში, როცა ამ თემაზე ლაპარაკობდით, 6 კაცი იჯექით. ესწრებოდნენ ხო, და ამიტომ ეხა 6 დამფუძნებელი ყავს სტარტაპს. სტარტაპი აკეთეთ ისეთ ხალხთან, რომლებიც თქვენ რო ფეხი იმას გეკნათ, რა გვია, დაგისრიალდეთ, რაღაცის გამკეთებლები თვითონაც არიან. ასევე იმათმაც უნდა იცოდნენ, რომ თქვენი იმედი რაღაცაში აქვთ. ანუ სტარტაპი აკეთეთ არა დაინტერესებულ ტიპებთან ერთად, არამედ ვისაც თქვენზე მეტის კეთება უნდა და ერთმანეთზე ჯიბრებით ვინმეც აკეთებს რა. ეგ ისე დამატებით ბონუსად. ოქროს ფრაზები. ხო, მაგრამ მარკეტინგს რაც შეეხება, ეგ ორი. მე ვიცი იმ ოთახში ყველაზე მეტი მარკეტინგზე. ну, at least ეხა შეიძლება ვიღაცა არის გადაკეთებული მარკეტერი, ხო იცი, ანუ ყოფილი მარკეტერი, რომელიც დღეს აღარ იმჩნევს, რომ მარკეტერია, მაგრამ ჯობია რომ მაგ განწყობით იმუშაო, რომ მარკეტინგი არის შენი, ისა რა ქვია, დისციპლინა და შესაბამისად შენ ხარ ამ კომპეტენციაზე პასუხისმგებელი. და თავარი კიდე სადაც მინდა მივიდე, არის რომ შენ უნდა იყო პასუხისმგებლიანი დამკვეთი. როგორც შიგნით, ისე გარეთ. ანუ შენ უნდა გესმოდეს ფიდბექის სწორად მიცემა, ეს რაღაცა ნიტოა, ეს მოძველებულია, ეს ტრენდი არ არის, რაღაც ეგეთ ლაპარაკებს თავს ვანებებთ და პირდაპირ მუშაობთ იმაზე, ანუ ყველა მარკეტერს უნდა გქონდეს ერთი 10 წიგნი წაკითხული, რავი, დაკაბადონებაზე და ბევრ ეგეთ ელემენტალურ რაღაცებზე, იმისთვის რომ თქვენი ფიდბექი გამოიყურებოდეს ისე, თითქოს ეხა რო ფოტოშოპი გაგიხსნან, თქვენი ზამდით ისევე. ძალიან კარგი არის ფიდბექის მიცემა. აი, სანთლით არის საძებე ადამიანი, მარკეტერი, რომელსაც ემუშავები
და მოურჩები მუშაობს და გეტყვის ეს კარგი იყო, ეს ცუდი იყო. ძალიან კარგი არის რა. და ზუსტად გეტყვის რა იყო ცუდი. ეს იყო ცუდი, ეს იყო კარგი. და კიდე ერთი რამე რითიც იმედია რომ არავის არ მაწყენებ, მაგრამ არის რომ უმაღლესის დამთავრების მომენტში თქვენ მარკეტინგი არ იცით. მარკეტინგის მე სწავლა რჩევების ეპიზოდი ცალკე უნდა მარკეტინგის რაღაცა ისე მარკეტინგის სწავლა იწყება უმაღლესო დაამთავრებთ და პირველ სამსახურში რომ მოეწყობით თუნდაც უჯუნიორეს ჯუნიორად. მერე იწყება მარკეტინგის სწავლა, იმიტომ რომ ლოკალ კონტექსტს მერე ხვდები და ყველაფერს მერე. მე კურსი მაქვს გავლილი მარკეტინგის და მზად ვარ ამ პოზიციაზე აქედან კი ბატონო. მუშაობისთვის. ერთი ბოლოს მეც დავამატებ რჩევებს და ჩემი რჩევა იქნება რომ რაც შეიძლება ბევრ კამპანიას უყუროთ საერთაშორისო კუთხითაც თუ ადგილობრივ თუ n რაოდენობით კამპანიებს უყურებდეთ და აანალიზებდეთ რა როგორ გაკეთა რა იყო პრობლემა და საიდან რა გადაჭრა ნახა სააგენტო კომპანიამ, იმიტომ რომ ეს მე რაღაცა ტვინის ფუნქციონირება ცოტა სხვანაირად აწყობს და მგონია რომ ეგ ძალიან დაეხმარება სტუდენტს თუ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანს. მადლობის მეტი რამე თქმის მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა და დარწმუნებული ვარ ხშირად მოგვიწევს ხოლმე ჩვენს პოდკასტში შეხვედრა და არაერთ საკითხს საუბარი, უკვე როგორც რაღაცა შეიძლება კონკრეტულ კამპანიაზე ვისაუბროთ ან კონკრეტულ ბრენდზე. მადლობა სტუმრობისთვის. დავამშვიდობებით ჩვენს მენელს, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით. Egg Chuck.